ის მე რა არის ეგრო იყო არა coming out. მაინც ასეა თუ ისე არის, კაც მასე მიდის ამერიკაშიც ხდება ეგეთ რაღაცები. არა, სელე კი არ იყო, სხვა რამესა, ამას რა იყო, ეგეთაც ორი არავის საქმე არ ეხება, წასულ არცეთ არ ყოფილა ანგელოზები. გოგო, მაგას არ მისახი. კარდაშიანი პორნოებს იღებდა, მაგრამ დღეს საძის კი ხედა. ვინ? კიმ კარდაშიანი. ხო. მე ჩანთე იყო вообще კიმ კარდაშიანი, მაგრამ დღეს უკვე გამარჯვებას არ ეუბნება. კი, ბაზარი არ არის პერისულტონის მეჩანთე. ეხის დავიდი, ახლა ჩემთან რო კომენტაზე, ბა მე სელი დაო, ეს ის დავიდია, ბედი გახსნია, ქალო, რა ბიჭია. ვინა, ქალო, ჩემთან ამტენი ეგეთ სურათი. თუმცა არ ვიცი სად მოძებნე. ანუ ის რაღაც ის უყენია, რაღაც შავ თეთრი სურათი მე Friedman. დედა, ანუ სხვაც არის, ეგეთი გადადიქ ხო ამათაც გაუგზავნე თითო გული. არა, უბრალოდ დამაინტერესა ვინ არის. რა თითო გული, რა ისე თუ ხო გადადი თითო გული გაუგზავნე ამათაც. დარია რამე დაარტყა ზა თითო გული. ანუ დავით ფრიდმანი ჩაწერა ეს კაცი ამოაგდო ლელა მელალი. ეს ადამიანი აჩვენა. მიშველე. ხაბაშ მაიცის ხოლმე შეყოთიება. და კიდე ეს კაცი და რა ვიცი ხა რომელია დავიდი, უბრალოდ მიკითხე. დიდები ამოყავს. არ უყენია სურათი არა. ანუ რა ბიჭები გადადი დაუტყი ერთი გული. რა ბიჭები ყავს დაატრეული. ოლაკალა კერიანა. რა ჟოჟა დაატრევა ადამიანი შემოვიდა საჩუქარი გამოვიდა. ხუმრობ რა გჭირს. აი როგორ აიჭრა გამოჩენა მას რაღაც ანუ დავიდის გამო თვალი ამომთხარა ხალხო სამენახეთ ვინ არის ეს დავიდი დაიმე თეო ჩემო ლამაზო როგორ ახარ აი გააგრძელე ხა საუბარი ხა ისევ გადავედით იმაზე ჩვენ ხო და სანელა შენ რო თქვი რომ ყველაფერი იცისო მე სიმართლე გითხრა ეს მე გავამიგზავნე ეს ხო მე აგეთანხმები ეგეთ რა არავის საქმე არ არის წაშოში ვინ რა იყო კაცო ახალი ხალხელენა დიდი მადლობა დავით ჩვენ დაგვიწყდა უღრმესი წამათები ყველას მოდის აბსოლუტურად ვინც არ უნდა იყოს შენ ერთად ბოდიში გაწყვეტინებ რა რას ხუმრობ დაცინი ადამიანს ანიტა მომისმინე რომ დავსერჩ ესახელი და გვარი უცხოელი ბაბუა ამოაგდო მე ვიცოდი რომ ეს ადამიანი არ იყო მადლობა დავით დავითმა ყველას დაგვიწყდა არავის არ დავცინე ერთი წუთით რა ბოდიში არავის არ დავცინე ხა მივხვდი რომ ვიღაცა უცხოელი ბაბუა არ იქნებოდა ქართველი დავიდი რომელიც სელენას საჩუქარს უგზავნის ხო ანუ ეს რაღაცა დრამა არ არის საჭირო რა და ეხა იდი ნახვი აქედან შენ რაღაც ბანძი კომენტარით ეს ინტრიგანი ქალი ეს შენც რა აიჭერი ეგრევე დაანებეთ აბა რა ხო მივხვდა სელენამაც რომ ხუმრობდი და ეხა ეგ ბიჭი არ მეგონა ვიღაცა ამერიკელი ბაბუა იყო ჩაღრძოვებული საერთოდ რატომ დაინტერესდე მე ვეძ დამაინტერესა რომ თვითონ დავითმა რაღაც დაარსოვრა თქო დაინტერესა აკრძალულია რომ ადამიანი ნახო TikTok-ზე რა დრამა არ არის აკრძალული ჩემო კარგო მაგრამ ეს ჩვენება რა იყო ეხლა შოუ ანუ ვიცოდი რომ ეგ არ იყო და ვიღადავე პროსტა აუ შეიძლება რომ ჩამოვალ აი გათრევს ახით რა მაცადე საერთოდ სვარამაზე ვსაუბრობდი ჩვენ ჩემო მაგრამ საუბრობდი მაგ ეგ პასუხი გაგეცი შენ რაც თქვი ყველა მიცისო მე არ ვიცოდი პირველად გავიგე რა არ ვიცოდი ეგ შენ რა იცი არავინ არ იცის ეს შესაბამება თორე სიმა ვაიმე ანახი კაც შენ რა თქვი ყველაფერი იცისო კაცო იცის ხალხმა რა თუნდა რა იცის მე არ ვიცოდი თქო რაც ითქვა თქო რაღაცების ახსნა ისედაც იციან ყველაფერი მე რა ქვია ცნობილ ადამიანებზე მადლობა კიდევ ერთხელ და უკაცრავად მაგრამ ეს რასაც ხა იმას სალიტას უწერენ რომ ისავ რაღაცებს გაგიბაზრებენო და ესეო ისე გიზამენო ეგ არასწორია ეგ ძალიან ცუდი საქმეა ეს რა ყველას ინფორმაცია აბსოლუტურად მე რა გონია მეზე არა ფილმის ინფორმაცია ხო და ეგ ცილი ეგ არის მუქარა და დასჯადი უნდა იყოს რა ყველას ეგ ინფორმაცია უბრალოდ ძალიან გაგათიცის სუსმა ვის როდის უნდა გამოუქვეყნოს ინფორმაციები ნამდვილად
ეს ზოგადად დასჯადი უნდა იყოს და არავის არ აქვს უფლება ვინმეს დაემუქროს რამის გამოქვეყნებით, რამის გაბაზრებით და ასე შემდეგ. მაგის ეგრე იქცევა ყველაზე სუსტი ხალხი ჩემი აზრით. ზუსტად. ევროვიზიაზე გასაგზავნის სიმღერა მოგწონთ. რავი, ჩემოკარგო ეხლა რა თქმა უნდა, მე ვიცი რომ ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ მე მოგწონს ქართული ელემენტებით რო გადის სიმღერა. ხო, კარგი ნაბიჯი არის, ხვდებით? კარგი ნაბიჯი არის. მე მომეწონა ეხლა საერთო ჯამში. ნუ აი, ხო, პირველი მე არ მომწონს. არ არის სუპი. ხოდენ კოკოც ხო წამო. ამ ქართულების საქმეა, არ არის რაღაცა ინგლისური სიმღერები, პოპები და რაღაცა, არ არის ჩემოკარგო, არ გვიხდება. ვაიმე, ჩემ ლაივში ვინ შემოვიდა, იცით? ირინას ბექა. ბექა, პრივეტ. ბექა. როგორ ხარ? ბექა, ჩაგვერთე. ამა ბექა მოგწე. ჩაგვიყარე. აუიცის ხოდა შორის ეს და ირნე და მესიზმრნენ. ბექა რა პოპულარულია. ბექა და ირინა. ბექა დაგვიწერე რამე, ჩაგვერთე. ბექა და ირინა და მესიზმრა. მე რა ვიცი, ანუ მიყოდნენ და რა გავიგვიცე? მეთქი წყალი დაბლია ბევრი. რატო დაგესიზნე? ფულში შოვი, მაგენ თუ დაგესიზნე. მე მაგალითად მინდოდა ევროვიზიაზე წასულიყო ნინი აირისი რო არის ეგ. არა, მე ბარბარა სამხარაძე მინდა. ბარბარას არ შეუცია. რაღაცა უფრო ბარბარა მე ბარბარა სამხარაძე მინდა, ანუ როდიდან იცით ხალხო, აი ეგოგო რომ დავინახე სცენაზე და აი თავიდან აი სულ თავიდან მოვიაზრებდი მაგოგოს, მაგრამ ანუ რავი საქართველო არის და ანუ მან რავი ყველაფერი ალბათ ჩაწყობი. ბარბარა მე საინტერესოა და ისეთ აქვს რომ ეგეთი აი ევროვიზიაზე ისეთ სიმღერა უნდა გავიდეს, რომელსაც ერთხელ რომ მოусმე გაჩშევკი, აი ტელეფონში რომ გადმოიწევ. ანუ სელენა იცი რა მაინტერესებს? მაგ გოგო, სელენა მაგ გოგო მე ხარ რომ მიცევ ძალიან ცუდი რაღაცა დაწერა თემის სიმღერა რო იცოდე რა. და ანტიევროპელი არ უნდა მიდიოდეს ევროპაში და იურმალაზე და იურმალაზე იმღერეთ. ეგეთ კონკურსზე როგორც ევროვიზია. რატო ანუ თქვენი გუზალაძეც არის ანტიევროპელი არ არის, ანუ განცხადებებს აკეთებდა ეს გუზალაძე და ხარს მე არც უჭერდი ხარს. მას თუ არ მოგწონს გადის სხვა ლაივში, ხა არავინ არ ანუ მე გუზალაძე რა ვიცი, ანუ აი მართლა გეუბნებით ხალხო, ეგოგო ანუ მართლა ეხა ამერიკის ვოისში რო იყო ხო თუ სად იყო რაღაცაში არ იყო ანუ ეგოგო რაღაცა იმაში იყო ამერიკან რაღაც აიდოლში იყო ხო ანუ ძალიან ბალეში ყოფდი აი მართლა ძალიან ბალეში ყოფდი და რაღაც და მე რაღაც კომენტარი გააკეთა რომ თქვენო ჩემი ჩურზე თუ რაღაც ეგეთი რა ანუ რაღაც ისეთი გააკეთა და ანუ მეთქი შვილო რავი ვინ გააკეთა კომენტარი მაგან დაწერა რაღაც მის Instagram გვერდზე story გამოვიდა. ეგ არისო ამერიკაში, ბიჭო, ეგ ამერიკაში იყო ნინი აირისი. არა, ეგ იყო ამერიკან აიდოლში იყო ის ბუზალაძეზე იძახის ისა, რა ქვია, სელენა. ბუზალაძეზე ამბო? ხო, ბუზალაძეზე. და რაღაც ისეთი გამოაქვეყნა, ანუ რაღაც ძალიან სისულელი რაღაც ტექსტი გამოაქვეყნა და ძალიან როგორ მომეშლა რომ მეთქი, ანუ ამას როგორ ბედავ მეთქი, რომ ანუ აი მართლა გეუბნები, ისა ღამებს ვათენებდი ხოლმე რომ მეთქი, ვაუ, მედი რაღაც მიდი რაღაც სულ ლაიქებდი ხოლმე და სულ მაგის ვიდეოებში ანუ ვეჯექის დღეები და ანუ ტიპი გამოდის და ანუ რეებს იძახის მოკლედ რა და მეთქი ვირო მადლი და მაგის შემდეგ ანუ საერთოდ ანუ ამოვშალე ყველგან და ის თქვენი რა ქვია ბლოკე ყველა სოციალურ ქსელში მაგრამ მე ვინ ვარ რავი ხა მე ამ გოგოს ვიდეოებს რო უწერდი ინგლისურად და რო ლანძღავენ და თათხავენ მე არ მომწონს ეგ რაღაც ანუ ისევ იმიტომ ანუ არც მე არ მომწონს ის რომ ეს აღშავებენ დაიმსახურა პეპირონო და სილამაზის გამო არავინ არ ლანძღავს მისი გამოსვით ანუ ესეთი ცნობადი რო ხარ სელენა და შენ რო ქართველი ხალხი მხარდაჭერას ელოდები კონკურსზე აი სიმღერა რო გაგაკ თავისუფლება რო გადიხარ ისეთი გასაგები არის ხო კი ბატონო მაგრამ რავი ეს რატო უნდა მიაწვდინო ხმა ზუსტად რომ ეგეთი ანტიევროპელი ადამიანი და ეგეთი ქოცხალა არ უნდა მიდიოდეს ესეთ კონკურსზე როგორც არის გასაგებია მაგრამ შენი ქვეყანა რო ერთხულასაც ვერ აიღებს ხალხისგან ხმას სიმღერა არ არის დაო შესაფერისი ამდენი ხარჯები ხდება მაგალითად გულზე რაღაც ანუ ჯერ ერთი რა ქვია მაგას ევროვიზია ძალიან პოლიტიკური ის არის რა ქვია მაგას ვიდეოს ევროვიზია ეგრე არის. ხო და რაც არ უნდა საქართველოს ხმები მისცეს თუ არ უნდათ
ეგრეც არ არის რა, ეხლა და შენ რომ გამოდიხარ და გინდა რომ პირველად დაიკავო და ეგრეთ განცხადებას აკეთებ რა, ეგრე არ ხდება. ანუ ქეთი ედუგენაშვილი უნდა ეგი დუნაშვილი უნდა გაეშვათ. ყველას გვაქვს ჩვენაც შეეული, ხო? მე მაგათაც ვიდა წასულიყო ნინი და ვსე, ანუ ვიღაცა იცი რამდენი ფული იხარჯება მაგ შენგელიას მომზადებისთვის, ეგრე არ არის ხო ვიღაცა შენ ბიზა შენმა თუ ბიზა ფული არა ყველაზე მეტი ფენა მაგათ კონცერტებზე მღეროდა ჩვეულებრივი კოცია ხალი და უმღერის ბიძინას და რა ვიცი რუსეთს ეტყვის და მაგათი არჩეულია და ხალხის უმრავლესობა მის აირისი თუ არ ვიცი რა ქვია იმ გოგოს ის გოგონა აირჩია მაგაში კონკურსი უნდა ტარდებოდეს როგორც სხვა ქვეყნებში და ხალხი უნდა ირჩევდეს მაგრამ არ ტარდება რატომღაც კონკურსი და ირუ ხეჩანოვი რო გამოვიდა ანუ ერთ წამს ირუზოსაც ჩატარდა ირუზოსაც ჩატარდა ის მაგრამ ანუ ეგ ჩააწყეს და მოაგებინეს ირუ ხეჩანოვს მე რატომ გიგებენ ხმა არა აქ თუ რატო ჩააწყო ვერ გავიგე ანუ ხმა როგორ არ აქვს მაგრამ ანუ იქ იყო ევროვიზიის კაკალაშვილი ანუ კაკალაშვილს ანუ არნაკლები ხმა ქონდა და ანუ ძალიან მაგარი გოგო იყო და აუ კაი რა ესე მონაწილეები კი ქონდა ხმა მაგრამ ხა ირუსაც კაი ხმა ქონდა განაცვალე მე ანუ მე მე ირუ ნამუშევარი ანუ არ მოსწონს ნინი პრეგვატიალის თავკეთ ჩააწყობენ მაფია იტალიაში მე ყველაზე მე ანუ ჩემი ბავშვობიდან მინდოდა ნუ ეხა ბარბარაზე დიდი ვარ ცოტათი მაგრამ ანუ მინდოდა რომ ბარბარა გასულიყო ყოველთვის და ეხა მე ცაი საოცარი გოგოა დანარჩენი არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა ნახე ბარბარას აქ ის ვაიბი თვითონ თავის სიმღერას დაწერა ევროვიზიას რო უხდება ეს ქართველები არ რაღაც ტირილი სიმღერები ან დედაო ნანა და იამ ნანა და ეგ არაა საევროვიზიო სიმღერა მაგას ჭირდება ხასიათი დადგმა აი რაღაცა მუხტი ჭირდება აი რატო არ არის არავინ არ იცის არასოდეს რომელიც სიმღერა გაიმარჯვოს ევროვიზიაში სტატისტიკა შეხედე ყოველ წელს როგორ სიმღერებს აქვს გამარჯვებული აი აბა უბრალოდ ნახე როგორი სიმღერები გადის აი ხო მაგალითად შაშან გაიმარჯვა რაღაცა ყლეობამ ჩემი აზრით. რატო? ანუ ხო შევა ჩვენ არ გადმოვიწევთ ის სიმღერა ტელეფონში არ მოგუსმინოთ, მაგრამ ანუ სწორად ერთი ხაზი სიმღერები იმარჯვოს, რა ხო უნდა შეხედოთ, მინდა უწერა ის სიმღერა, რაღაცა პერფორმანსით მიდიხარ, თორე პირველად თუ ულამაზესი გოგოა. ბევრჯერ დაიჩაგრა სხვა ქვეყნები. წელს უნდა გაიმარჯვა ინგლისის ვახე. ჩეხეთი იყო თუ რა ქვეყანა იყო? ირუმ, აი ხა აქ კომენტარს წერს და მეც მაქვს იგივე კითხვა. ანუ ირუმ ევროვიზიის მერე სადმე იმღერა, ანუ რა ვიცი. მოდი დავიწყოთ აქედან. მე მაქვს მაგაზე დოკუმენტური ფილმი ნანახი, რა მოსდით იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ იმარჯვებენ ან ვერ გადიან ფინალში. რა მოსდით? ევროვიზიაზე მათ ემართება ძალიან ძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები. თქვენ იცით, წარმოიდგინე, გადიხარ კონკურსზე და შენი ქვეყნის ხალხი გაბულინგებს, სასიზღრობებს გიწერე და მაგ ყველაფრის მერე ფინალში ვერ გადიხარ, მაგ ადამიანებს თურმე ემართება ძალიან ძიმე ფსიქოლოგიური, ესენი რა ქვია, პერიოდები და ძალიან რთულ პერიოდებს გადის და ამიტომ არ გაგიკვირდეთ მისი არ გამოჩენა არსად. ახლა აგრესია როცა მომღერალი ხარ მოცეკვავე და სელე კონკურსებში გადიხარ იქ დიდი სტრესი ყველგან არის სადაც შეჯიბრია სადაც პირველია მასიური სახე როცა აქ და არავინ არ გინდობს მაშინ ცოტა რა ვიცი თქვენთანაც წარმოიდგინეთ ხო ვიღაცა ცუდ კომენტარს გიწერთ აქ და მაგაზე გეშლებათ ნერვები და ნახე აი ძალიან კარგად აწერა სწორად მარია შენგელია ესეთი ვიღაცებმა ვიდეოები გაუკეთენ იქ რო ტიროდა და მე ვიღაც ფრანგი ესე ვაკეთებს და მოკლედ მოიცვა მთელი მსოფლიო ვიღაცამ დაწერა მარიამ შენგელი ესეთ ფიდბექს არ ელოდაო და ზუსტად ეგრე იყო რა ხალხს შეიძლება გაჩვევე დაცინვა ანუ მიდიხარ კონკურსზე სიმღერა გაგაქვს თავისუფლება უკონკურსოთ აგარჩიეს როგორც ჩვენ თქვი უნდა იმართებოდეს კონკურსი ვინ აგარჩიეს ხო ანუ ვინ წარგადგინა ის რომელი ქვეყნიდან იყო ოლიმპიადაზე რო გავიდა ტრანსგენდერი ხალი არის უბრალოდ რომ მოხსნეს ხო აი რა არ მოხსნიათ არა კაცო რა ქვია იმას ესეთი მოხსნეს ერთ ტრანსგენდერი მადლობა ლევან ეგ არ იყო ტრანსგენდერი ხალი არ აღმოჩნდა ხალი იყო რა ტრანსგენდერი არ აღმოჩნდა აი მე რომ მაგ სადღეზე ყოფილიყავ ალბათ ვერ გავუძლებდი თელმა მსოფლიომ გადაუარა აი მე არა იცი რა არის მე გეტყვი ერთ რაღაცას როცა შენ ირჩევ რომ იყო პოპულარული და გახდა ეს მაშინ კრიტიკა უნდა მიიღო ის კარგის და კრიტიკა გასაგები არის ჩემო კარგო მაგრამ შეურაცხყოფა ანუ რაც უნდა კარგი იყოს სელენა ისეთი რაღაც არის ქონა ყველა მოგცემს იმას რა რაც უნდა მაგარი მომღერალი იყო
ყოველთვის მიიღებ კრიტიკას, შემდგომში არ ბევრი კრიტიკა მისაღები არის, შეურაცხყოფა და დაცინვა არ არის მისაღები. არა, შეურაცხყოფა ვინც წერსელე ვიდეოებს, ყველა აკრიტიკებს ზუსტად ამნიშნებს, რომ მაგას შეურაცხყოფას არავინ არ აყენებს, მაგრამ სილამაზეს არავინ არ უწუნებს და ასე კრიტიკა გენაცვალე, აბა შედით აქ რა წერია, მე Facebook-ში მივარდება წლევანდელი ევროვიზიის ეს რა ქვია, ბელგიის წარმომადგენელი და ბელგიელები და ფრანგები რა წერენ, იცით, ქვემოთ კომენტარებში დავიღალეთ უკვე ევროვიზია არის თუ გეი ევროვიზია არის, დავიღალეთ უკვე. ხო შეიძლება აქაც არ მოწონთ, ხვდებით? შეგიძლიათ შეამოწმოთ იმ ხალხით ულაპარაკობ საფრანგეთში რო არის გლუვადამბრიე ესე არის ჩემო კარგო აქაც არ მოწონთ და მე ის ადამიანი თუ ნიჭიერია და ამ დროს გეი აღმოჩნდა არ გაამარჯვებიან იმის გამო აქაც არ მოწონთ მაგრამ არ დაცინიან და არ იმაშვებიან რა ქვია უბრალოდ არ მოწონთ ხალხის ზუსტად ხალხის არჩევანი არ არის ეგოგო და ამიტომ არის ეგეთი ამბები შემდეგში ჭკუას ისწავლის რომ თავის ქვეყანაშიო ხალხს ცემენ ტყეპენ და ესეთ სიტუაციაში შენ თავისუფლებას რომ უმღერი ვიღაცა ბიძოს არჩეული კანდიდატი არ დაგიჭერს ხალხს არ იმსახურებს ისედაც არ უჭერენ ჩემო კარგო მხარს ეხლა საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა გასული იყო და გავიდა მესამე თუ მეოთხე ადგილზე. ისეც არ უჭერს ხალხი მხარს საქართველოს იშვიათად დაუჭირონ ხალხი იშვიათად. ანუ აქ წერს და ანუ ეთანხმები ამ კომენტარს, ამ კომენტარის ავტორს, რომ ევროვიზიაზე აქამდე ვინც ყოლია საუკეთესო იყო სუბლატიო და გეთანხმები. მოდი ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი. ყველაზე საუკეთესო იყო კოვიდის წელს, როდესაც არ ჩატარდა ევროვიზია, PI Beach ეგ იყო ეგ იყო შანსი რომ სამეულში მოხვედრილიყავით. აი მაინდა მაინც დადგა წის წელი როდესაც თორნიკე ხო ყიფიანი საუკეთესო ხო თორნიკე ყიფიანი საუკეთესო სიმღერა შესრულება უნდა გასულიყო და დაემთხვა კოვიდი არ ჩატარდა მე მეორე წელს გავუშვენ და მეორე წელს არ ქონდა ძლიერი რა ქვია თორნიკე მართლაც ძალიან ძლიერი მაგრამ ეს იყო ეგ იყო რაღაც ხო მაგის მერე ნინა სუბლატი გეთანხმებით მაგრამ ნინა სუბლატს მეორე ფინალში ვაფშე ნომერში გაანადგურა ისე სერე ბავშვთა ევროვიზია შეტო დიდი მხარდაჭერა აქ ახლა ვიღაცამ დაწერა მართლა ევროვიზია ეხა ხო ბევრჯერ მოიგო მე თავრინგი იყო ამ ნომონია ისი ინის სუბლატი იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი კონკურსანტი ვინც გავიდა და ვერ მოიგო ისიც რაღაცა მოხდა მან მეორე ფინალში ნომერი გაუფუჭენ ძალიან. ძალიან ის კვამლით რაღაც გამოუშვენ ძალიან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნომერს, ძალიან ეფექტი უნდა მოახდინოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად წელს რო იყო ის ხო რაღაცა ის გოგო რომელი შვედეთი არა. რომელი ქვეყნიდან იყო სატანა რო ყავდა ნომერში. ისე იმაზე ამბობ შენ ირლანდია. ხო ირლანდია. მაგრამ ნომერი ქონდა შოკის მომგვრელი და გავიდა რომელიც მეოთხეზე ხო თუ მესამეზე გავიდა. მესამეზე გავიდა. ნახე ხო ანუ ნინაზე მაინც მახსოვს რომ ნინა თავისი ხარჯებით წავიდა ევროვიზიაზე სახელმწიფოს არაფერი დაუფინანსებია ხო ეს მეც მახსოვს. აი გაჩვენე. იცი რა არის ნინას მიმართ სიმპათიები მერე წამოვიდა თორემ მაშინ არ იყო. თავიდან არ იყო კი აგრესიულად აღიქვავდნენ ძალიან აგრესიულად ძალიან აგრესიულად აღიქვავდნენ მახსოვს მე პერიოდი რომ ძალიან აგრესიული იყო არისო და მერე წამოვიდა ეს რა ქვია ანუ ეს რაღაც რელიგიური ფორმა მისცეს ამ ყველაფერს ის მის ფრთებს მის რაღაც მაკიაჟს და ანუ მახსოვს მეც ეგეთი რაღაც რომ რაღაც რელიგიური ფორმა მისცეს და ანუ ეს არ მოწონდათ ამ გოგოში და მეც არ მეცნობდა მე არ მოწონდა აი მე ჩემი მეუღლე შემოვიდა დავიდ როგორ ახარ ჩემო კარგო მას არ ვიღებ და და სამიჯი we don't wanna put it იყო სიმღერაც და აი როგორ დასამახსოვრებელი ყველას გვახსოვს და ყველა მიცის აი ეგეთი უნდა იყოს ხო როგორ ჩახსნენ ევროვიზიიდან ვინ რომელი ჩახსნა ეს გვინდო სტეფანი და სამიჯი we don't ოი ხო ხო მე ძალიან მომწონდა და სხვადასხვა იმ წელს იყო ბუმი რა ყველგან იყვნენ მე მგონი თელს ევროპაში ვიპატიჟებულები ნამდვილად აი გროგასულიყო ევროვიზიაზე ხო ძალიან დიდი წარმატებას მოუტანდა აუ ყავა მომდა მოიჭველი შევიდოდნენ მე ნაკინი ამის სნიკერსის და ისეთი ტკბილი იყო რა და
მეც ჭამე და ხა ყავა მომინდა რა ვიცი. მადლობა დები. ალე, რაღაცა უნდა გაბერო ბუშტიო და შენც ვერ შვები, ხო? ეგ საჩუქარი რომ მოგდისო. მე თუ რა ვარ ბუშტივით გოგო. მოდი ხა კიდე ვინმე განვიხილოთ. აი მაგალითად ვინ ვარ. დემნა გვასალია. აუ ერთ წამს ხალხო დემნა გვასალი თავის მასშეური. რო გასკეთე დირექტორი გაიგე დემნა? აიკითხე, ხო? დემნა გვასალი არის მასშეურიგდა? არ ვიცი. ანუ შეურიგდაო და ანუ გამოვშტერდი, ანუ ესეთი ვიყავი მეთქი ეს ამათმა რა ქვია ერთმანეთი იპოვეს? მოიცადე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. არა, არ ელაპარაკებოდნენ, ანუ ერთად ქონდათ ბიზნესი მოკლედ რა და მე გაიყვნენ ეს. ურამი მაგის იძმა, ხო იცი, ეგეც მაგი ინდუსტრიაში იყო. ხო? ხო, ერთად იყვნენ მოკლედ რა და გაიყვნენ. ვეტმორო არის რა, ვეტმენსით ვეტმორო არის, მაგის ის არის მეორე. ვეტმო, ტანსაცმელს ნიშნავს ფრანგულად. არა, ქალო, ეგეც ბრენდი რო არის, ბრენდი სახელი არის, ტანსაცმელია ფრანგულად. ხო. მასი კუპეშიც არის, ხო შორს ორი არიან, მე მგონი ისინიც, სააცნობელი. და მაგათ რატომ მოვიდათ განხეთქილება? ანუ არ ვიცი, მაგას არ ამბობენ ისე, ანუ რატომ მოვიდათ განხეთქილება და რაღაც პროთ. ანუ ძალიან დიდი ხანი არ ლაპარაკობდნენ ეგენი, აი ძალიან დიდი ხანი. ნუ ეს არასაჭიროა, ანუ მალე შეიდნენ, მაგრამ სხვადასხვა ის გააკეთეს მე რა ქვია, დაიფლა რა მათი ბრენდი თუ რა. ეხა შერიგდნენ? კი, ეხა შერიგდნენ და ერთად ქონდათ გადაღებული ფოტო და რაღაც რა ვიცი. ეს დემნამ დაფიქრა, ეხა პარიზში რო იყო, პარიზში რო იყო დემნას ჩვენება, იქ იყო მისული. ანუ მომწონეთ რაღაცას ვიტყვი, არავინ არ იცოდა, ეგენი იყო ნაჩხურები თუ არა, არავის არ გაუგია ეგ. შეიძლება იყო დიდი შოუ და ამით გაიკეთეს პიარი. მოდი რა ხო, ეგაც არის მართალი. არც ეგ არ არის გამორიცხული გეთანხმები, ისეთ რაღაცეები ხდება რომ კრისტიანო რონალდო, სოლი ჯორჯინა ერთად იჭირა. მადლობა დევი. ამის ქონებებზე პატიჟოს. არა, არ დემნა არა, ვინმე ისეთი განვიხილოთ უფრო. ვინ განვიხილოთ? ანუ ისეთი ან რომელიც ხალხმა დემნა იცის რა თქმა უნდა. ისეთ ჭორობა მიდის ჩამოვჯექიო, ხო? განვიხილოთ. აი, გოგო, ბექამ როგორ გვაი იტრიე ხაშენი ის რა ქვია. ბეკა send nudes, მაგრამ ნანახი მაქვს მაინც რაფერი მოღუნული. არ მომწონს კიდე ეს ანუ ამ ბალენსიაგა და დემნა და იმათ ეს მატილდა რო არ გამოყავთ რა. აი, აუ მეც გამიგზავნე. აუ მეც გამიგზავნე თექ და მეც გავბე. აუ ეს და მატილდა მოყავს? ვაი მატილდა არის ძალიან ლამაზი გოგო. აუ მე ძალიან მომწონს გოგო. ძალიან ლამაზი არის ნამდვილად. აი ეს რა ქვია, რავი, მე სიმართლე გითხრათ ეს რაღაც პოდიუმის მოდელები დიდად არ მომწონს. მე კი. მე უფრო მომწონს რაღაც მე უფრო ირინა პაპილომა. აუ კი. მე მიყვარს უფრო დიძოიანი გოგოები ზოგადად. აუ მეც რომელი მომწონს? პლუს საიზ მოდელი რა, რა ქვია, სახელი ულამაზესი რო არის, მაღალი. ვიცი ძახი დამავიწყო სახელი მე. აი, კორკიმელა ძალიან მომწონს. აუ და სელე ხო იცი, დას რომელზე ვიძახი, თეთროლის რეკლამას რო აკეთებს. კი, ვიცი. იმასში ხوار არის, იმაზე დევს ფოტოები ხოლმე. ეშლი გრამი. ვაიმე რა ლამაზია. ვანახე სურათი. აი მინდა ვიყო ეგეთი მომატებული და მინდა ვიყო ეგეთი, ოღონ მართლა ულამაზესი. ვანახე მეორე ტელეფონის სურათი როგორი არის. ან როგორ არიცი ეგ შენ მიკვირს? სახე მე ვერ მახსოვს სახე. გადაჩვენე. ჩემი ფავორიტი ამ ინდუსტრიაში არის ერთადერთი, რომელიც მიყვარს გიჟდები, ბელა ჰადიდი. არც ერთი გოგო არ მომწონს, საკუთარი თავი მომწონს ხოლო. ბელა ჰადიდი არ მომწონს, არც ერთი გოგო არ მომწონს. დიდი მადლობა დავით. კარგად, შენ როგორ ახარ გიო? ეხავე დაო ძველი ტელეფონი მიჭირავს ხელში სულ ზღაპავს მე ბიგერ ორი ტელეფონი მე თორი მაქალო ძველი ტელეფონი ამოვქეკე ნუ შენ გასაგებია რატომაც გაქვს ორი ტელეფონი ლალი მარა ჰალო დღეს მთელი სახლი გადავაადგილე და კარადაში ნახე ეროსის არის ძველი iPhone 6 თუ რაღაც და ჩაირთო თქო და აქ მიდევს თქო სახლში შევცვალე რაღაცები გადავაადგილე აი დაო ეს არის რატო ახსოვს? აი
ნახე რა ლამაზია. ვიცი ხო ეს იმაში არ იყო ეხა იმ გამოსული ვიქტორია სეგრეტი ხო რა ლამაზია პროსტა თქვი აი ლამაზია კი ვიცი ხო აბა მითხარით რომელი ანუ ხო ანუ რაღა რასისტობაში არ ჩამითვალოთ ოღონდ რომელი ქვეყნის ხალხი არ გევასებათ არსებობს ეგ ან მე ყველა მომწონს გეტყვით მე რა არ მომწონს ზოგადად ხალხში არა ბოდიში რა გიო ბოდიში ცუდა თქვი არაბები არა ხო ყველა ეროვნებაში არის ცუდი ადამიანები ხა არასწორავთ თქვი მაგრამ მე ევროპაში რასაც ვაწყდები ძირითადად ერაყელები და ანუ ეგეთი ბანი არა ერაყელები არ არიან ცუდები არა და გითხრათ მე ჩემი აზრი ყველა არა თქო მე ძირითადად მე ვერ ვიტან მე ვიცნობ ძალიან ბევრ პაკისტანელს მე ვერ ვიტან სუნიან პაკისტანელებს დანახე მაგერის სუნით შენ თუ ბოზი არ ხარ ანუ მე არ მომწონს ყაზახელები რატო რაც ჯერ მარტო ის იმიტომ შემძულდა რომ ცოლი რომ მოკლა და ისეთი შოუები და ისეთი აი ხო აი მაგის მე იმდენი რაღაცები გავიგე მაგაცე და იმდენი რაღაცები ვერ სორიო ანუ სუნელი ჩემი თავი არ მომწონს ხალხო ანუ ციგანი დაქალი ყავს ანუ მეზიზღებათი არა მაგრამ არ მომწონს ესე ვისაც არ ვიქნა ეს არის პაკისტანი ფილიპინელები ინდოელები ყაზახები ვინ მოწონს ნეტა ვინ დარჩა ანუ შენ რასისტი ხარ არ ვარ პროსტა მაგ უფლება რომ ანუ აქ არა რა თქმა უნდა ეხლა ანუ ყურე არ მომწონში მაშინ უნდა აი რა არ მომწონს მაგ ადამიანებში ნახე ეს თქვი ეს მითხარი მაშინ რა არ მომწონს ან რატომღაც მგონია ანუ შეიძლება მე ვცდებ პროსტა ჩემ მას ვაფიქსირებ რა არაფერს დამტკიცება და რაღაცა მგონია რომ ეს ყაზახელები ძალიან როგორ თქვა მოძალადე ხალხია რა ესე ქართველების ვართ ანუ ცოტათი ძლიერი ხალხი და ცოტათი ხისტი ხალხი ესე ვიტყოდი ანუ ეგრევე ვერ ვფიქრობთ რაღაცებზე და ანუ სანამ რაღაცას მოვიფიქრეთ ანუ ჯერ სხვა რაღაცაზე მივდივართ და მე შეიძლება ანუ აი ესე უკავშირთ რაღაცებს ზოგჯერ ფილიპინელი იმაზე რა ქვემგეს პაკისტანელებზე რა აფერისტა მატყარა ხალხი არ არსებობს ანუ ესე ანუ მაშინ ვიცი აფერისტი რაღაცები უკრაინელი მეგენი შოუ ხალხი ანუ აი საზიზღარი ხალხი არიან უკრაინელები ნუ რუსებიც ანუ უკრაინელები საერთოდ აი მაგათმა მაგათი ომით ხო საერთოდ ტვინი წაიღეს და აი манипуляტორი ერია ჩვეულებრივი სხვათა შორის მე აქ ხო იცი ის შენ რო იყავი თვაზე მისული რო იკითხე მაგასთან ვიჯექი ერთხელ და რამოდენიმე ერთი ორი გოგო იყო კიდე მე რასაც დავაკვირდი ეგენი ძალიან უკმაყოფილოები არიან ზელენსკით ევროპაში მყოფი უკრაინელები ანუ არ უნდა ხვდები ეს რა ანუ მე რასაც დავაკვირდი პირიქით შევიდა რომ რუსეთთან შეერთდნენ ვიდრე იყვნენ ცალკე რაღაცა ქვეყანა მე კიდე არ მომწონს რომ ჩვენი ქართველი ხალხი მიდის და მან დიღუპება აი როგორც გინდა ისე ჩემი მე კი ბატონო აი ხო და მაგაზე შეკითხვა ანუ მოხალისეთ მიდიან თუ უბრალოდ იქ ეძებენ რომ ხელფასი მიცემ ეროს ხო მაინტერესებდა და ვიდება ხოლმე ამის შეკითხვა რომ რაღაცა ვინ მომწონს არ გაიგო ეწუხდა ეს ხალხი ანუ მე მაინტერესებს ამ რიგში მოხალისეთ მიდის ადამიანი თუ მეც ვიკითხე მოხალისეთ არ მიდიან ამბობენ მაგრამ ყველა იქნენ დაიღუპნენ, ანუ მიდიან კონტრაქტით და ფულს იღებენ. არ ვიცი, ხა ვერ დავიბრალებ, მაგრამ ვიცი რომ უმრავლესობა ეგრე მიდის. მეც დავსვი. და ისეთი სენსიტიური საკითხი არის, ხვდები რაღაცა მე მერიდება არც არ მიკითხია ეგ რაღაც. მე იცი რაზე მეშინები მქონდა. ალბათ იქნებიან კაცო მოხალისეები, ხა. ანუ მე მქონდა ესეთი სიტუაცია ვიყავი შენებდა ერთ ადგილას, სადაც ძალიან ბევრი უკრაინელი იყო და განიხილავდნენ, რატომღაც ეს უკრაინელები ამ ომის თემას, რა ანუ ძალიან სულ კონტექსტით არა და მე ვუთხარი შენ იმასთან კი განიხილავთ ხო, ვინ კვდება და ვინ არა, შენ რატო არ ხარ თქო მან თუ პრეტენზია გაქვს თქო ამ ომის თქო რა, თვითონ ზის რაღაცა ზღვის პირას გულაობს ერთობა. აქაც კი. აქაც. ხო და ის პრეტენზია აქვს რუსეთში უნდა წავიდე, უკრაინაში უნდა წავიდე.
აქაც რო არიან ჩამოსულები ყველა ბრენდულ მაღაზიაში უკრაინელები შოპინგობენ. ყველაზე კარგი მანქანები უკრაინელებს, სალონები, აი ანტვერპენში გეტყვი და სალონები ხო გახსნილი. 10-დან 5 სალონი არის უკრაინელი. აწყობენ, დისკოტეკებს აწყობენ. მე ხშირად პარკები ბრიუსელში ხო რამდენი ივენტებია. მე ხო წამოსული ვარ ხო ესე რომ თქვა ტოლად აღარ ჩაბარებული და საქართველოს რაიმე რო ხდება მაგალითად რამე მოხდა ხანდახან ლაივშიც კი მერიდება გასვლა და მაგათ გენაცვალე ესეც არერიდება დისკოტეკების კაცები ლოთები სვამენ და გოგოები ქართველი ლიბერალები გადაგივლიან ზემოდან რომ რატო ეს ადამიანს გართობა არ უნდაო უკაცრავად გაერთე ჩუმად მაინც სახლში სირცხვილი არის ხო როდესაც ჩვენ ქვეყანაში ხალხი ხოცება შენ დისკოტეკაზე იტანს რა ივენთებს აწყობენ კლუბები აქვს ხო ბრიუსელში რეკლამები რომ ხდება რაღაცა ცალკე ივენთებს ან რაღაც სხვა კლუბებში დადიან თავისი კლუბი აქვს უკვე და ხო მე რაღაცა ვიკითხე ერთხელ და გაადამიარეთ რას გეო ხალხს არა გართობის უფლებაო ხო ეს რაღაცას ვიტყვი რა რადგან ეს თემა წამოვიდა და თქვენი აზრით თქვით რა აი ეხა რო არის თემა ატეხილი რომ აი ქართველი კურიერის გარდა გვინდა იმას გასჭი დრეზი გაიწვი აქედან ბოზის დაგდები შეკვეთა თუ სხვა მოგიტანათ გაუქმე ანუ მე კითხვა მიქნდება ანუ ადამიანი რომელიც საქართველოში მოდის სამუშაოდ რაღაცა პაკისტანიდან ინდოეთიდან ანუ იმას რა დონეზე უჭირს რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში მოდის რომ კურიერად იმუშაოს ანუ ხალხს პროტესტი არ აქვს რომ ყოველი მეორე კაფე არის რუსები საქართველოში სალონები და ანუ პროტესტი აქვს რომ აი კურიერი გვართმევს სამსახურს და უარი უთხრათ ამ კურიერებს ჩვენთან სუსტთან ყოველთვის ძლიერები არიან კი ბატონო სუსტის დაჩაგვრა ჩვენ ძალიან გვეხერხება მაგრამ ვინც მათზე მეტი გონიათ იმასთან ხმას ვერ იღებენ და აქაშიც ერთ რაღაცას ვიტყვი რა ემა მე საქართველოში ვიყავი გამოვიძახე პირობითად ან მაგნულად გამოვიძახე და აღმოჩნდა კარგად შე როგორ ხარ ჩემო ლამაზო აღმოჩნდა ინდოელი მეგობრებო არ არის სირცხული საქმე აზრით დაფიქსირებული ბილდინგის ნომერი ყველაფერი აიდან მოიტანე ხა სირცხული არიცო და ანუ ქართულზე ხო ანუ ვერ გავაგებინე ზუსტად 20 წუთი უხსნი რაღაცა ბაზარი უნდა იმუშაონ, მაგრამ კონკრეტული რაღაცა მოთხოვნა უნდა გქონდეს, რომ ენა რაღაც დონეზე იცოდე რა. მე რატო უნდა შემექმნას დისკომფორტი, რატო უნდა მომივიდეს ცივი? მასა ქართველებმა სულ არ იმუშავონ ევროპაში. სადარბაზოს ვერ აგნებენ თუ ბინას ვერ აგნებენ. ვითომ ეგ პრობლემა რომ ვერ აგნებენ და ვერ აქ მაგალითად ზემოთ არავინ არ ამოდის. ნახე აქ მაგალითად ხშენ ევროპაში ნამყოფი ხარ უამრავ ქვეყანაში ვიცი არც ერთი კურიერი კართა ყველა კურიერი კართან მოდის კიბეზე არავის არ ამოაქვს მე არც ერთ ქვეყანაში გავიგე მაგრამ ვეუბნებოდი რომ მისამე მომიტანე სადარბაზ უკვე ბოლოს ჩამოვედი სახლიდან სადღაც იყო ორი იმის იქით რა და მე ვიღაცას დააკავა ტელეფონი და იმადი მაშინ მოითხოვე ენა ისწავლის ბოიკოტი რო ინდოელმა თუ მოიტანა უარი თქვი ხოდან ვერ მისმენ რას ვაპარაკობ მე გითხარი რომ რაღაცა რო იღებენ ამ უცხოელებს რაღაცა ენის ბარიერი უნდა იყოს ხო კი ბატონო ანუ მე კი არ მithkomს რა არ მაქვს პრობლემა ეგ ახსები ხო აი მართალია მაგრამ არ მევიძახი ისეთი აგრესიული ფონი არის ამის გამო ხა ვიღაცა სხვა ამერიკაში რო ქართველები მუშაობენ ვიღაცამ დაუქესოს ავი ტაქსად რომ მუშაობენ მართალია სანამ ენას არის სწავლის მანამდე არავის არ უნდა გქონდეს ელემენტარული საკომუნიკაციო ენა მაგას ვიძახით რომ მე აი ეხლა რა ვიცი საბერძნეთში ანუ ვერ ნახავს უენო რაღაც შენი იდიოტური კომენტარი იყო სამი ლაივი აქ ხარ რა პაკისტანელი არია აქ მაგალითად ანუ მე ძალიან ბევრი პაკისტანელი ვიცი რომელიც კურიერად მუშაობს და რაღაც მოკლედ რა და ანუ ისინი ვალდებულები არიან რომ მადლობა დევიდ რა ქვია ეს ძალიან ცნობს ამ პაკისტანელებს ხო რაღაცა ან პაკისტანელებზე ჩამოვარდი ლაპარაკი თორემ მე ჩემი ბიზნესი მაქვს ფათაშორის მე აქ ახალ ჩამოსული რო ვიყავი ერთი პაკისტანელი ბიჭი იყო მომეხმარა ავეჯი ამომატანია დამაწყობია რა ძალიან მე რა მოხდა მე ავეჯი დაგეწყობინა ყავა უბრალოდ სხვათა შორის არა მეგობრობდით და დღესაც მეგობრობთ გერმანიაში ცხოვრობს და მომიკითხავს ხოლმე მეც მოვიკითხავ ძალიან მადლობელი ვარ მაგ ადამიანს აი კიდე შემოაგდეთ თემა სოეს ძალიან მადლობელი შემდეგი თემა თავარია ადამიანი იყოს კარგი და რა საიდან იქნება რა მნიშვნელობა აქვს არანაირი ავღანელი იქნება მართალი ხარ კი ზუსტად მეც იგივე აზრზე ვარ სელენა ანუ თავარია ადამიანი იყოს კარგი და ეროვნება საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ანუ მე უბრალოდ არ შემაწუხოს მისმა სუნმა და
არა მოიცა რაღაცას ვიყავ ანუ მეც ვიძახი რა ანუ მაგრამ იმასაც ვერ ავიტან ეხა ვიღაცა დაგაჯვით მაგ რუსული შრიფტით რო წერ მე რატო არ მიყვარს იმიტომ რომ მე შეიძლება კი ბატონო რაღაცები უკმაყოფილო ვარ საქართველოზე, მაგრამ არც ერთ უცხოელს მე არ გავაბედიებ რამე თქვას ცუდი საქართველოზე. თვალებს ამოვთხრე და ამოვუხრებ. მართლა გითხრათ. არა, ეგ ძალიან ბევრი მქონია ამაზე კამათია და მისაღებია, მაგრამ ეს ყოველთვის იყო და იქნება. ეგ აპლიკაციის ბრალიაო, ვიღაც წერს იმ ყვები დამასლოკინა ბოდიში. ნუ არ არის გამორიცხული აპლიკაცია, მაგრამ ენა უნდა იცოდეს ქვეყანაში. ელემენტარულ როგორც ისწავლო ენა, როგორც აქ გავალდებულები ხო? ხო, მაგრამ ის აგრესიული ვიდეოები და ეს რაღაცა. არა, ეგ ძალიან ცუდი არის, ყოველს იმიტომ უჭირს, მაგიტომ მუშაობს ინდოელი ხა ადგილზე, საქართველოს მუშაობს კურიერად, არავის არ აქვს სურვილი რა. ხო, მიოს ხوارი შოვის არა? წარმოგიდგენ რა დონეზე უჭირს ის რომ ჩამოდის ის ადამიანი რომ საქართველოში ხო იმ თანხაზე მუშაობს, ამხელა აგრესია და მაგას ვიძახის ის არა ხო ახლა აგრესია მართლა თორემ დაწერეთ ვიდეო გამოთქვით პროტესტი როგორც თქვენ ამბობთ რომ ხო აი რაღაც ელემენტარული გამარჯობა მოვედი წავედი იცოდეს აქ ვარ და ხო ამას კურიერის ბრალი კი არის კიდე საერთოდ ექცევიან ინდოელებს ქუთაისში ცემენ მაგალითად უბრალოდ იმის გამო რომ რაღაცა თუმე რიტუალს ატარებდნენ ქუჩაში ღამით და უცემიათ შევარდნიან მეზობლები და დაულეციათ ჩემი მეგობარი იყო მაგათი ადვოკატი აი მე ლევანი ხო არა ეგ ამბავი მახსოვს მე როგორ გამწარდი ეგ რო წავიკითხე მე ეგრაც მოხდა ისი როგორი კარგი ხალხი ვიდეო რომ ნახე გამ სტუდენტები გოგო ხო ციხეში არის ახლა ეგ ლევანი აი მე რა მოხდა ეგ ადამიანი როგორ ყველას რა მოხდა და ვიღაცამ გადაიჭრა რაღაცა და დააბრალა რომ მივიყვანა სიკვდილის იმამდეო რა ქვია თვითმკვლელობამდეო და დააჭერინა ლევანი იმედია TikTok-იდან არა მაგას ვერ დამაჯერებს ვინმე რომ ლევანი მე გააკეთა მაგრამ ხო იცი ქართველი ის რა ქვია ძერკა გოგო ქეთისაც ისე უანგარო დაეხმარა რაღაცები დააწერინა რამდენ ადამიანს ეხმარება ყველა მისი მადლობელი იყო მაგ ადამიანის მე ვიცი ხა ადვოკატის მომსახურება უფასოდ საქართველოში ვინ გაგიწევს ვიცი კაც შემოკარგო მე ლევანის ვიცნობ ხალხო TikTok-ზე ისეთები ხდება, ხალხი ერთმანეთს, აი, წარმოვიდგინე, ხა პოლიციაში ვმუშაობ და TikTok-ერი რომ მოდის საჩივრის დასაწერად, ხო, ამან მაგინა ლაივში საჩივარს წერო, აი, გარეკილი აქ. ანუ მაგიტომ არ მინდა რომ ეგეთ ადამიანებს ანუ ჩავერთვან რაღაც სოფეთში მაგით შეულობენ TikTok-ერები ფულს ერთმანეთზე ჩივილით. ანუ ჩივილს თავი დაანებენ, თუმცა ბულინგში ფულს იღებენ, გავგიჟდი. აკაუნტები რო შენ შექმნილი იცი ხალხის ბულინგისთვის? ხო. ანუ დაგირეკავენ თუ ფულს არ ჩართო დაგაბულინგებ. კი, რაღაცა გვერდიროა, ხა სახელებს არ ვიტყვი რა, ხო იცი რომლებზეც ვიძახით, რომ იდება კონკრეტული ადამიანები რო ერჩიან ერთმანეთს, ბავშვების ფოტოებს რო დებენ ოჯახის წევრებს, თუმცა ფულს იხდია, ხა მე რო გადავიკეთებენ ევროპა, ბელგიაში საკეთებენ, მაგას მე ვნახე ლაივები. ეხა მე რო გადავიხადო ფურო, დარსოს ოჯახი ამოქეკონ სიტყვაზე და ამის დეიდაშვილის ფოტო რო დადონ, ხო? იცი რა არის, იმიტომ რომ შეხედე აბულინგებენ ისეც, რომელიც საქართველოში არის. ნახე ევროკავშირში მე ხო ვიყავი პოლიციაში წასული, როდესაც ჩემი ინსტაგრამი გატეხენ და მე იქ იმიტომ მივედი რომ მქონდა ძალიან ბევრ ადამიანზე იყო ინფორმაცია, რომლებიც მწერდნენ თავიანთ იდენტობაზე, ხო? და რა თქმა უნდა, ეხა ვიღაცას დაესკრინა და უიეს ესეთი ყოფილა და ისეთი ყოფილა. და ესეთი რაღაცა მითხრა პოლიციელმა, რომ ჩვენ არ თანამშრომლობთ ევროპის გარდა არსად ასეთ თემებზე. თუ კი ევროპაში სადმე რომელიმე ქვეყანაში ქვეყნიდან გატყდა შენ ინსტაგრამი, მაშინ ოკეი, შემოგევლოს ჩვენი თავი, გაგიკეთებთ ყველაფერს ყველანაირად, მაგრამ თუ კი საქართველოში მოხდა, იმიტომ რომ საქართველოში გაიხსნა ჩემი ის ეწერა, რომ iPhone 11-ით იყო, მაგითი მომატყუა. ემაილზე მომივიდა მესიჯი და მეც iPhone 11 მქონდა მაშინ და დავეთანხმე. ხო, დავეთანხმე და მაგითი შეაღწია მე ჩემი ინსტაგრამზე. კი არ უნახია იმას, მე კი დავიგე ვინც იყო და კი მითხრა. არ მინახია არაფერი, უბრალოდ გაგამწარეო, მაგრამ მაინც ხო და ამიტომ ჩემოკარგებო ევროპის ტერიტორიაზე ვინც რაც უნდა გაგიკეთოთ თუნდაც სოციალური ქსელის საშუალებით ჩოლობრად შეგიძლიათ მიხვიდეთ და დაწეროთ საჩივარი
ღირსები არიან კი. მე რაღაც ჩაკუდა ჩვენი თამაში რა ხდება? ანუ ხო რავი ანუ იო გაიღვიძე. ოღონდ რა თქმა უნდა, მანდაც სიეშმა გეჭირდება გენაცვალე ესე. ხო, მაგრამ რაც საქართველოში ხა მე რო უყურებ გოგოს რო წყვიან სელენა ერთმანეთს, აი მირჩენია ვინმე ჩემი ფოტოდადოს ვირეკო რომ წყევლოს ეს ბავშვები და ხატი რო უდგათ ლაივში და რო იწყევლებიან, ხო ის კორკიმელა რო არის, მამა გაბრიელის ხატი ეჭირა გოგო ხელში და იწყევლებოდა რა სიტყვები. ყველა მაწყევრისაო ნათქვამები, რა წარმოვიდგინე ესე რომ წევლიდეს ახლა ვინმე აი რა არის წევლა მაწყევრის არ კაცო ი არა წევლა მაქნა ნამდვილად მაწყევრის ერთხელ რა ანუ ვიღაც ლაივში ვიყავი მოკლედ რა აი ის რო არის ის კეთებადონი არის ნათელ მხილველი თუ რაღაც ეგეთი მაგის ლაივში ავედი მოკლედ აი ეთრი არ დაგწევლოს ახლა მაგარი რო არის წევლა ძალიან ისე რაღაც და ძალიან ინი ნათელ მხილველი შეშეგეცი მე შემეცი ანუ მაგასთან აი კალერ აი ის ნათელ მაგათენ ხელდა და მეორე მე და ანუ მე გონდა რომ რაღაცას ანუ ცოტათი ჩემ ბრალიც იყო იცი რა რომ აი რასავდი რა ვადები ანუ ვისთან ვაპირებდი ხადაობას ნინოსთან და ანუ არ მიმაწყევლა ეგრე ჩემზემეთი кайწყევლა ვინ ის გავწევლა საუნდზე რო ვიდეო მქონა სერე მაგაზე ჩავწერე მე არ ვიცოდი მაგისის რო იყო შვილი და შემოვიდა და შენ ჯადოს დაგადეფო ეგო წაშალიო და შენ დაგადე ცხოვრები ჯადო ხარ კი მე ჩამივარდა მას 1-6 აკაუნტით მიწერდა ეგრევე დამიწერა 6-7 აკაუნტით სხვადასხვა კომენტარი 6-ვე აკაუნტი შენ ნახე რა დაგემართება შენ ვერ გადარჩები შენ ნახე რა გიქნა გაგაქრობ და ესეთი კომენტარები აუ ეგეთი ადამიანები ძაჭები რო შეგეშინდება ხალხის ბრალია რომ მაგას უხდება მაგას ლაივებში მიანერებოდა იმდენი მაყურებელი ყავს ანუ ნუ გავაპიარებთ ხო და მომაწეპონ საერთოდ ეგეთ რაღაცები ვისაც ჯერა ეგ მრავი ადამიანები მე არ ჯერა ესე ჯერა აი ახალი თემა საინტერესო ვის ჯერა ჯადოს დავიწყოთ სათითაოდ ვილაპარაკოთ ყველა მე ჯერა ჯადოს იყო მე ჯერა ჯადოსი ანუ განაიცე რომ რაღაც მაგრამ მაინც არსებობს და ეხ ადამიანი რაღაც ცებულება გაქვს მაგის რო არსებობს ანუ არ ნებისმიერობა არ მაქვს მაგრამ ანუ რაღაცნაირად სკეპტიკურად უყურებ რომ ანუ ის ადამიანები ნამდვილად აკეთებენ ანუ რა ვიცი ადამიანები ასაკებია კაცო აკეთებენ მასე მე ჩემი ძდა ხა შენ სურათი ავიღო წავალ დავმარხავ საფრთხეზე და აქწყეული და დავახებ სანთელს მასე მე ძღორის ჟაგარზე გადაგცე მაგალითად ან ნიგზის ხესთან ხატზე გადაგცე მგონი აგერ გუზის თურმე ვედმა და რას ლაპარაკობთ ვინ მგონი არ ვიცი მე და ეგენი აგერ გიზის ვედმა ცოცხალი რაებს მე არ მჯერა ტულებსაც გააქვსებს გამოძახებასაც გასწავლი თუ გინდა არა რაღაც დონეზე მეც რაღაცა რა მჯერა თუ არ მჯერა არ ვიცი მაგრამ მაინც აი მე ანუ აი ჯადოს ისი რატომ ჯერა გეტყვი ლაივში რაც ვარ 3 დღე რაც ჩემოვდივარ ერთ და იგივე ადამიანები წერს კომენტარს ემა ეროს დაშორდი არ ჩანს ეროსი სად არის აი მგონია რომ ეს ხალხი სანთელს ანთებს რომ მე ჩემ შეყვარებულს დავშორდი ხო 5 წელი დაიწყო რომ ერთად ვარ და კიდე 500 წელი ეგრე იქნება ანუ ეს სანთელი ჩააქვრეთ და დაიზინეთ ჩააქრეთ ეგ სანთელი და დაიზინეთ ანუ არა შეხედეთ რა შემთხვევაში შეიძლება დაწყო ადამიანი გეტყვით და რა შემთხვევაში შეიძლება რომ თქვენ წყევლას კონდეს ზალა თუ კი თქვენ მოგექცევიან უსამართლოდ და გაგამწარებენ თქვენ შეგიძლიათ მაგ დროს დაწყევლოთ მე ვიცი როგორ ასე დაწყევლოთ არის მაგისთვის სპეციალური წყევლები ეს საიდან იცი ეს წყევლები ეს ყველა კლიენტებს ყველა და გამოკარგო ეს კლიენტებს ყველა და ძალიან მაგარია რომელმაც ცოტა უამრავი შელოცვები მეჭეჭს აშორებდა ხელიდან შიშებს აკრობდა ადამიანის გულთან და მოკლედ ძალიან მართლა გეუბნებ ვიცი ძალიან ბევრი სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ ჩემს მე მქონდათ იძე მეჭეჭი და შელოცვით გამეკრას კარგი ხაეტრიეთ მართლა კი რაღაც სავსე მთვარეობაზე თუ რაღაცაზე აგრე ხალხი თავის მოფსმულსაც სვავდა რაღაც დაავადება შველისო და ულოცავდნენ მე მოფსმულს არა ეგ სხვა რაღაცა არის სხვა რაღაცას გეუბნებ ხო და თუ კი უსამართლოდ მოგექცევიან და უსამართლოდ გაგამწარებენ მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ დაწყოთ ოღონდ არ არსებობს ის რომ წყელა თქვენ არ შეგეხებათ ისე იმის გამო რომ იმას წყევლა მიუვიდეს თქვენც მოგიწევთ რაღაც მსხვერპლის გაღება მადლობა ანა მადლობა ჟუ ანუ ჩვენ რო ზიროებზე ვზივარ და ამას რა 29 ხო
ჩავაყვეხოთ ეს რომ უნდა მოვიგოთ და ასე შემდეგ და ანუ ხო რავი მოვიგო ხალხო აი 0-ზე რო არიან გაყინულები მადლობა ჟუჩები ხო აბა ცოტა ხალხი შემოსვლა ანუ 0-ზე რო არ გაყინული ხალხო რა იყო აქ ცირკი კი არა მაგაცო ეხლა ჩემი ლაივი ალაიქეთ იცი რა არის მე ვიძახი ანუ იცი ანუ როგორ თქვა რა ანუ არც ის ვარიანტი იმ არავინ არ დამიწყევი არასდროს ვერ დავწყევი როგორ ჩემი მაინც მოგივა და დაგიბრუნდა მე დამიწყევლია და სხვათა შორის შეიძლება ეცებს დაწერა აქ მე ვინც გამიკეთა ერთმა გამიკეთა გიორგი ერქვა ძალიან დიდი სიბოროტე და ბათუმში ყელი გამოჭრე მე ერთმა გამიკეთა ძალიან დიდი სიბოროტე და მკვდარი ნახე გაზეთ გაგვი აი ნუ ილაპარაკებ ამ იმებზე კაცო არ მინდა ხომ უნდა დავი რა სიბოროტე ხო არ გაგიკეთებია სელენასთვის მართალი რატო სელენ რატომ რა ანუ მოდი ვილაპარაკებ ანუ ჩამოვიყვანე ერთი ცნობილი ტიპი საქართველოსდან ჩემ ნემაში ფაბრიკაში მუშაობდი ხო და ჩამოვიყვანე ჩვენ სამუშაოდ და რაღაცა ხო ყოველთვის ხონდა რომ ვიღებთ ხოლმე თანამშრომლების სურათებს რაღაცებს ყოველთვის ამბობ მე არ გადამიიღოთო ხო და არ ვიღებთ ხა ცნობილი ტიპი იყო საქართველოში რა თქმა უნდა ვიღაცა ცნობილდა რომ ფაბრიკაში მუშაობდა ეხლა ხო რავი მე მესმოდა მისი ხო და მე უფროსებს არ დაევასა არ მუშაობდნენ და გაუშვენ და რო გაუშვენ გაბრაზ და ჩემზე და ისა მე მქონდა მაგასთან განაგზავნი პარკი მეკეთა რაღაც კაბები მეცვა და გამიბაზრა ეგ ვიდეოები ბავშვი ვიყავი მაშინ არავინ არ იცოდა ჩემზე არაფერი გამიბაზრა ეგ ვიდეოები და თან დააწერა რომ ვითომ მე ეგენი ჩამოვიყვანე ტურისტად თურქეთში და გავქურდე და მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო აი ძალიან გამამწარე და როგორ რო ჩავდაბრუნდა საქართველოში მეორე წელს ბათუმში ყელი გამოჭრენ მაგას და მის მეგობარს მგონი ვიცი ვიზეც იძახი მე ვინ არის მე როგორ უსმენდი ბინაში ხო თუ რაღაცა მას ბახსოს ხო და ერთი კიდე არ დავასახელებ სახელს ჩემთან ყავდა მოყვანილი მე ქართველებთან ერთად ცხოვრობ 15 ქართველთან ერთად ცხოვრობდი და მოვიყვანე ერთი ადამიანი ეს რამდენი წლის წინამდე რამდენს ყვები ძველი ხო? ძველი ხო 2010-2011 წლის ამბები 2009 წლის ხო და ჩემთან ვაძინებდი ხვდები ამ ძალიან გველში დავუდექი და ისეთ რაღაცა დამაბრალა ხო არ ველაპარაკებოდი მე პატევი ვეცი ყველანაირად და გავიდა და მეორე მეგობართან ლანძღა ძაღლის საჭმელს მაჭმევდაო და მშიერი ვიყავი და ესეთ რაღაცები ხო და მაგის გამო აღარ ველაპარაკებდი და ეგეც გარდაიცვალა ეგეც გარდაიცვალა მე არ გამხარე ასულელი უბრალოდ ვინც მე ცუდად მომექცა ხო მართლა გეუბნებით ვინც ცუდად მომექცა ცხოვრებაში ყველა რაღაცა ის ნახა აი მამაჩემმა რომელმაც გამიმწერა სიცოცხლე ცუდად მომექცა მაგანაც კი ძალიან ცუდად დაასრულა სიცოცხლე და ანუ ჩემი აზრით ეხლა შენ მამა გარდაცვლილი ხავს? Ой, რატომ მომავეცოდი? ანუ ჩემი აზრით, ანუ სიკვდილს არავის არ უსურვება, ვინც უსამართოდ მოგიქცევა და გაგამწარებს, რაღაცა დანაშაული უნდა ხო, არც მე არავის არ უსურვებს სიკვდილის საერთოდ, მაგრამ ანუ რა არის? ცოდვა აი, წავედი მე ლაივი ვარ, ის არა ქვია, ანუ ლენკას უნდა ჩართო ჩვენთან ლაივში. მაგრამ იმადა ჩართო? ლენკას მე ყავდა გამწარებული და ისეთი შანტაჟიორი იყო, რომ მგონი რომ ლენკას ჩართო ძალიან ბევრი ადამიანს აცდა მისგან სიბოროტე. ისე ხო ძალიან ცუდა ჟღერს, მაგრამ ზოგი ადამიანი კი. არიან კი შანტაჟისტები არიან. წარმოიდგინე მე რა ხასიკეთი გავუგეთ და რა დამაბრალა, ანუ შოკში ვიყავი, ყველა ვიყავით შოკში აბსოლუტურად. ხო და არიან ჩემს გარდა კიდე მე მწერდნენ Facebook-ში სხვები რომ ვაიმე დაანებე მაგას თავი მაგან ასე გამიკეთა, მაგან ისე გამიკეთა, მაგან ასე გამიკეთა, ძალიან ეშინოდათ მაგ ტიპის მოკლედ, ძალიან შანტაჟისტი იყო. მე კიდე გამოვძვერი, მე მგონი კარგად. წვები? განსაკუთრებით ბოროტი ტიპი იყო და მეც დავწვევი ხო. ხო, ძალიან ღმერთმა მოყევით. ხო, ილაპარაკეთ მოვა. ეხლა მოყევით ვის რომელიც საშინაო ფილმი გეროს. წითლიანი რა კაი მუტელიაო. გაეთხრიე. ამ სერიალა ის ნახე ის ფილმი რო გამოვიდა, ანუ რაღაც კონძულზე რომ იყავთ გოგოები რა და ის რაღაც ნარკოტიკს რო ასმევენ. რაღაცა ნარკოტიკის პონჩე, რაღაცა გველის შხამი და რაღაც კეთდება რა და ღამეთ ძალიან რამოდენიმე ბიჭია რა 4-5 რა და ღამე მე ამბობს ისეთებს უშვებიან ამ სასწაულებს რა და დილით რო გოგო ანუ მე ვერ გრთავ დილით რო იღვიძებენ ჩვეულებრივად ყველაფერი ყოველ თავის ნომერშია
ანუ ჩაგიგდებ მე ახალი ფილმია 20 აუ მე ჩავიგდე რა მეც მინდა მე კი უყურე ერთი ალპებში რომ მიდიან გოგოები და ერთი რომ მოკვდება და მეორეს რომ მისდევენ კლდეზე რომ მიცოცხლოს. არა, ეგ არა, ეს ანუ დღესვე ჩაგიგდებთ რომ მოვჩები და უეჭველი უყურებთ, მაგრა გაგისწორდებათ. მეც მინდა რა. აუ სახელი არ ვიცი, აი ხა ანუ 2 წამში მომოუძებნი და ჩავაგდებ მე რა. აი მე ერთი წუთით მოვა მეგო. მაგრესი ფილმია, უმაგრესი. აბა გაცვია გოგო. გიორგი თამა როგორ ახართ? აუ ეს სახელი არ მოხდა. ანუ არ ვიცი როგორ ჩაგთა ქალავ შენ კი ნორმალური ხარ. მომწერე პირადში და ჩაგიგდებ აუცილებლად. ანუ როგორ უნდა ჩავხტათ ეს? მაგრამ შენ ვერ ჩატა ჰოსტი არის ემა და რას აუი ჰოსტი არის ემა უნდა ჩაგტას. რას იბრძვით ამ წითელი კაპით? შენ საცხოვრობ დარსო? მე ცხოვრობ საბერძნეთში, მაგრამ ხარ ვარ საბერძნეთში. ზეგრად საბერძნეთში ცხოვრობ შენ? ეხლა კი ახ გადმოვედი ერთი წელზე მეტია რა. როგორ მოგწონს მე? ათენში ცხოვრობ ხო შენ? კი, ძალიან კაი მომწონს. მაგრამ ძალიან დორს დავდივარ, მაგრამ ათენი ძალიან მომწონს. ძალიან კაია. ერთი ყველაზე კაი ის მინდა ხდარსოს მივახილოს სელენას რომელ ფილმს ამბობს ეხლა რომ გადაიგეს ის ცნობილი მსახიობს ვერ ვიხსენებ ახალგაზრდობა რო უნდა დაიბრუნოს ვიღაც რო წერილს დემი მური გოგო ვაიმე ის რო არის იმასე ამბობს ეგ არ არის საშინელება რა ქვია ანტონიო ბანდერასის ფილმი რო არის გოგოს რო გადაიგეს გოგო არა სელი არა მე კომენტარზე ვიდეო თამაშობს და რაღაც იმას ახალგაზრდობის გამო რაღაც იმას რო გამოვიო ვაიმე საბა ვინმე გაძალებს აქ ყოფნას შენი ჩემოხვედი და შენი თვე გააჯუ შედედა მოთხოვნა ეგ საბა ჩემთანაც იყო და დაუბრუნდა რა გინდა რომ შემოდი დარსოსთანაც იყო წერღან ხო ხო აი რატო შემოდის თუ კი არ სიამოვნებს ხო რატო არიან კარგი კაცო გასაგები არ ელენა მე რაც ფილმი გირჩია იმასაც ნანახი და უყურე ძალიან მოგეწონება ჩაგიგდე ხალხო გაინტერესებს მიყურებ ჩემს უკეთეს ის უნდა უყურო მესამე ადგილზე ვერ ხედავ გაინტერესებს სხვა მიყურებდი ვაიმე ვიგებ ხალხო სელენას და მოგო ხო ანუ ნახე ხა თქეთის მე არ განვიხილავ ხო ანტონიო ბანდერასთან არ მინახეს ხო შორს გმირიდე და მე ვერ ვიგებ, ანუ სიტყვა გმირი ასოცირდება ჩემთვის ანწუხელი ძესთან, ასოცირდება იმ ახალგაზრდებთან, ვინც დღეს რუსთაველზე დგას იბრძვის, აი, კი, სამშვილს რო ზრდი მარტო ხელა დედა, ეს არის დიდი ძალა, მაგრამ გმირობა ჩემთვის არ არის ხალხით манипуლირება. მე ჩემი აზრი ემა. ანუ მე შენ გეთახმები. ისთვის როგორ ჩემოკარგო, ეხა მე მაგალითად ჩემი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, ხო? ანუ ცელე მაგას რო ჩავეძიოთ ახლა ბავშვებისთვის გაკეთებ და იმ ბავშვების მდგომარეობას რო ჩავეძიოთ სელენა ისეთ ადგილზე წავალთ რომ მაგას საერთოდ ბავშვები არ უნდა ყავდეს გვერდით კარს რო გადაკეტავ და სამბავს მაიმუნივით რო ოთახში გამოკეტავ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ იოგურტს რო ყიდულო ბავშვს ხალხი ჩარიცხული ფულით ეგეც რომ არ უყიდოს ხალხი ფულს არ ჩაურიცხავს რა მოდი ახლა ბავშვების მიხედვით უნდა მივაკეთებ ბავშვები ტყიურებს გვანან სკოლაში ბავშვი არ მიყავს იმიტომ რომ ლაივში იყო დაეძინა ბაღში ბავშვი არ იყო ბავშვს წერაკითხვა არ იცის კარგით რა ხალხო მე რატო რა ძალიან ბავშვები და მე დარსო ძალიან ხშირად მინახავს მაგის ვიდეოები რომ ლაივში ვიყავი გო და რაღაცა დამეძინა და ბავშვი არ წავიყვანე ბავშვი არის ჩემი აზრით და ანუ არც მე არ მომწონს ეგეთი ანუ მეც მაგრამ გაუნათლებელი ხარ რომ ძიმე ცხოვრება გაიარე შენ უნდა შეუქმნა კარგი ცხოვრება ანუ სწორს ამბობ ძალიან სწორს ამბობ ემა და გეთანხმები ანუ ამ მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი რა ამ ეს თემა პროსტა თქვენს და არ განვიხილოთ რა ამასე მოგიტრიალებენ მე რომ ანუ არ გვინდა რა არა ხო მე ვამბობ რომ ძალიან გამბედავი ადამიანია და ყოჩაღია და სამშვილს ზრდის უკაცოთ, უყველაფროთ, უოჯახოთ და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, მაგრამ თუ ჩავეძიებით თქო დეტალებს, ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც გმირობას ძალიან აშორებს. ეხლა ვისთვის არის კაცო გმირობა ვინ ყველა ხარი და მიდია კაცო. თავის გადასაკეთებლად ესე რომ თქვა ვისაც არ არის უბრალოდ ეგ გოგო არის ძალიან გულახდები და არ თამაშობს კამერის წინ და მაგიტო არ ვაღიარებ რომ აუცი დამეძნა და ვერ წავიყვანე ბავშვი ყველა შეიძლება დაგვემართოს ეგეთი რაღაცა კი არ მალავს და ამბობს ნინიკო მადლობა საჩუქრებისთვის გეთახმები მე კაც ცუდი არ მithქვას მაგრამ მე ვთქვი თუ ნიუანსებში ჩავეძიებით თქო
ანუ ეგრე რაღაცა ბევრი დარღვევა ინსტიტუტში ყოველს რჩევის რაღაცა გვაქვს. მე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დარღვევა არ გააჩნია. ამ პონჩი ესე ვთქვათ რა, ამ პონჩი როგორც ახლა ხდება, ანუ ეგ სისტემა ხარ. თქვენ მე არ მინდა ჩავეძიოთ, რაღაც ძალიან დიდ დეტალებს რა. მე არ მაინტერესებს ნამდვილად, კარგად იყოს ქეთიც მისი შვილების მით უმეტეს რომ მისი შვილები უნდა იყვნენ კარგად და რაღაც, მაგრამ მე რაღაც არ თქვენ გმირობას რაც ეძახით რომ ხალხმა გამიზარდოს შვილები? ეს აქ ვინოს რატო გადაიკეთეთ? ერთ სიტყვას რატო გადაიკეთეთ? ეს აქ გმირის ის არაფია წოდება, რა ვიცი. ამ ერთ სიტყვას რატო გადაიკეთეთ? რას ნიშნავს, როგორც აქ ისე აკეთებს რა. არა, სერენამ მართალი ის თქვა, რომ ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა ეგ გოგო. სწორად წარმართა ხალხი, ხელში აიყვანო აუდიტორია, რომელიც გაცხოვრებს, მანქანას გიყიდის, სალს გიყიდის და ყოველდღე გაგულავეს, ამას უნდა უდიდესი ნიჭი. და ეს გოგო არის კარგი პერფორმერი, ნიჭიერი ადამიანია, მომწონს თავის შვილების გამო იხევა ერთადღზე და განკარგადაც არის ყოჩახ მე მომწონს. მაგას ნიჭი უნდა. მე ძალიან მომწონს. მაგას რო კარგი განათლება ესე რომ ვთქვათ მე არ ვეხები, მაგრამ ძალიან კაი ნიჭიერიც არის, ძალიან კარგადაც ცეკვავს და ძალიან კარგად ართობს ხალხს რა. მე მაგათაც ძალიან მომწონს და ძალიან ხალისობ მაგის ვიდეოებით. მე თქვენ შვილს პრომოტებს ვიდა. არ ხალისი და არც არაფერს მე არ ვიცი. ყველას თავში გეიმინგა დასვეს. მე რატომ არ მინდა განვიხილო ხო ეხა რაღაცა მე ჩავეძიო, იმიტომ რომ მე არ რა თქმა უნდა, ჩემ კარგი ხა ვიღაცას არ მოწოდება. მასე ხა მე ვიცი კაცო არის, მაგალითად მე მეგობარი ყავს Facebook-ზე და მითხრა რომ ყველას მოსაწონი ველი. ხო რაღაც სიკეთეს უკეთებდა ეს სიტყვის გამო დამბლოკა და ხო რა თქმა უნდა ეს ისეთი არის, ხვდები, ეგეთი ხასიათი აქვს რომ არ მოწონს ეს ზედმეტი რაღაცეები და ბლოკავს ხალხს. მისი გადასაწყვეტი არის ჩემო კარგი, არ გვაძალებს ვიდეოს. მაგას ვეგანი ნიჭიერი, მაგას მაგრამ მე რომ ის ადგილას ყოფილიყავი, ალბათ მეც გამოვიყენებდი იგივე შანსს, რომელიც გამოიყენა მან, ხო? რატომაც არა, ხო? ეხლა მე მეუბნებიან დებილი ხარ, ხო? აი, ვოცნებობ, რომ გავიკეთო თვალის ოპერაცია, ხო? ძალიან ემა მაგალითად ძალიან იცის, რომ ყველაზე მეტად მინდა გავიკეთო თვალების ოპერაცია, ხო? რა შემიძლია? ერთი ლაინი გავაკეთო და 10 წუთში მე მეკრიბო 4000 евро. მაგრამ მე ვერ ვიყენებ ამ შანსს, იმიტომ რომ დებილი ვარ. ნახე სერე მაგას დებილი ვარ არ ქვია. კარგად იცი რატომ არ იყენებ? არ ხარ ეგეთი. ხო, რატო არა მომისმენე მე ჩემო კარგო, მე ბლოგერი ვარ, ხო? მე ადამიანებს სიამოვნებას ვადიჭებ, ხო? ვაცინებ, რატომაც არა, ხო? იმათმაც რომ მე მასიამოვნო, ამაში რა იქნება, ხო? ცუდი არაფერი არ იქნება, ცუდი ამას აკეთებ. აი, შენ რო თქვი, ნახე, ანგარიში გაარტეხავს. შენ თამოყვარეობა არ გიშვებს, რომ ეგ ხო, ჩვენი ქართულობა მაგას ქვია თამოყვარეობა, რაც ადამიანმა არ უნდა დაკარგოს. რაღაცას რატო თამოყვარეობა? ეგ ხელშეწყობა არის. მე რა მოხდა საჩუქრად? არა, ნახევარ. მასე მე ამიღია ფული ვიღაცას გამოგზავნა საჩუქრად, ჩემთვის მაგალითად გამოგზავნა. ეს შენ ამბობ, რომ ანგარიში დავდო. თამოყვარეობა, რატო თამოყვარეობა? სელინა და ქეთის შორის. რატო არ გესმის რას ვლაპარაკობ? შენ თქვი, რომ ბოდი შეწუთი მე შემიძლია ჩავთო, ავაგო უთამოყარე. არ ვთავრო, უბრალოდ არ მინდა იფიქრონ, რომ მე მათ ვიყენებ. და მაშინ რატო ქეთი ყველაზე ესე რო ფიქროს, ხალხი რო იყენებს ამ ხალხს რატო ეწინააღმდეგები ამას? არ ვეწინააღმდეგები, კაცო, რატო ეწინააღმდეგები? ამათო იყენებს, კარგად კვიანი მანიპულატორია. მე არ მინდა ვიფიქროს, რომ მე მათ კარგ დამოკიდებულებას ვიყენებ და მინდა გამოვიყენებ. ანუ გამოდის ეს ადამიანი იყენებს. ეხლა ყველასკენ ვეთანხმებ, რამდენი მიწერს ხოლმე ესელე გამოგიგზავნე, ასე როსელი გამოგიგზავნე, ამისა მეუბნები ხოლმე ვაიმე არა, იმიტომ არ მერიდება, არ შემიძლია. ხო, და ეს ადამიანი იყენებს ადამიანების კეთილგანწყობას და მანიპულირებს, კარგი ჭკვიანი მანიპულატორია. მე ვთქვი, რომ კი არ გამილანძღავს, ჩემთვის არის მანიპულატორი. არავინ ძალით არ ურიცხავს თავს. აი ეგ უნდა მეთქვა რა. ყველა თავის სამი შვილი და ყველაფერს აკეთებს, მანიპულირებს თუ მარხობს აკეთებს ისე როგორც ან თავის შვილებს რო ისქნას, რა ქვია მაგას და ანუ ვისაც შენ ურიცხავ, არა მე ურიცხავ, არა ვისაც არ უნდა არ ურიცხავს რა. მართალი ხარ. მორჩა, არ არის თავbari მანიპულატორია ის. არა, მაგას ვამბობ, დარსო ჭკვიანი ადამიანია და კარგი მანიპულატორი თქო. ან მანიპულატორი მარტო ცუდად ან არ ვიაზრება. ჩემი აზრია, ეგეთი კაცო მე ვამბობ, რომ თქვენ ეს არა, ქეთი პირდაპირის ყველაფერს ხმა მანიპულატორიაო ვერ იტყვი. არ მაგას არაფერს. მე არ შემიძლია მაინც ხალხო არ მეცნია. ფიქრობ იმას, რომ მე ქეთისთვის ცხოვრებაში ვიდეო არ ჩამიწერია, ერთხელ პიკით ხარი დაუჭირე, ხალხი რომ მიუვარდა და მე თქვი, რომ ბავშვებთან ერთად ვის ცხოვრობს, ეგეთ რამ არ შემარ, მე ვიდეო დაიდო, თუ მე ქეთი როგორ მივარდნია იმ საწყალ თამუნას და ვიდეო როს ვუყურე და მოუს
მოვისმინე, შოკში ჩავარდი, ანუ ეს ორმაგი სტანდარტები მე ძალიან არ მიყვარს რა. მე მისთვის ადრე ჩამირიცხავს, როცა სახს ყიდულობდა, ერთხელ თუ ორჯერ მხოლოდ ჩარიცხვი, მე ვისმე თეთრი არ ჩამირიცხია, არც აჩქარი არ გამიგზავნია მაგოგოსთვის, მაგრამ ჩემთვის არის ჭკვიანი манипуляტორი ადამიანი, ანუ ჩემს ეგეთი ეს შენი აზრია, კაცო, მორჩა, თავისი აზრი გააჩნია. ყველას თავისი და ხო, ყველას თავისი. მე აბა რომ მოვიდო, ერთი რამ არ მესმის, ანუ როდესაც ადამიანი ჯანმრთელი ხარ, ანუ რაც არ უნდა სამი შვილი ყავდეს, ხო, რაც არ უნდა გიჭირდეს, ჩემი აზრით, რავი, მაინც უნდა შეგეძლოს ის, რომ რავი, ანუ ადგე და იმუშაო, მაგრამ ეხა ადამიანები ეგრე არ არის, მიზახელეს ამ გიორგი, გას სადი მუშაობს, სამი შვილი სად დატოვოს? ანუ ერთი ბავშვი და ორი საქართველოში არ არის პირობა რომ სამი შვილი აი დარსო ერთ კითხვას დაგისვავ რატო არის თავაზობს რომ ერთი წამგიო რა დარსო როცა ადამიანები გთავაზობენ ხო ვერ მუშაობ ნამდვილად რთულია ისეთი არაპროგნოზირებადია ბაღები ხან ბავშვი ავად ხდება ნამდვილად გეთახმები ურთულესია მაგრამ ნახე როცა შანსი გაქვს რომ მაგალითად შეიძლება რამე პროფესია რამე ისწავლო მას ადამიანები გთავაზობენ მაგრამ შეუბრალოდ არ გინდა ეს ყველაფერი რატომ არ იჭვიტები შენი შვილებისთვის მომავალში მთელი ცხოვრება TikTok live-ზე უნდა იყო დამოკიდებული რომ შენ შვილებს რაღაცა მიიღოს რატო არ არის პროფესია ეხლა რა არის პროფესია სოციალური ცელი ოდესამწელში არავინ არ იცის ეხლა ძალიან კარგად ხვდები რა ვლაპარაკობ რა მაგასაც ენერგია უნდა ჩემო კარგი ენერგია უნდა არა შეუძლია 2 საათი ადგე რაღაც ისწავლო მაგრამ манипуляტორობა და მუქთახორა ცხოვრება ზოგადად მარტივია. მისი გადასაწყვეტი არის როგორაც უნდა ის. ხო, რა თქმა უნდა. ხავს ფულს არ გთხოვს. ვისაც არა, და არ მურიცხავ. ღმერთმა ერთი კი არა 1000 მიცეს მე. რა თქმა უნდა. მაგას ისეთი ცხოვრება გამოვიდა. სახლი მიცეს კიდევ თუ უნდა. მე სხვა კითხვა დავს გიორგი რატომ არ სწავლობს პროფესიას? ხო აქ 1 საათი დღეში დრო. მე თვითონ თქვა თავაზობენო, კაცო მე კი არ და პროფესია ემა მაგალითად რომელთაც არა TikTok-ის გარეშე გეუბნები, ანუ სხვა რამის გელაპარაკები, კაცო. აი ხა გეტყვით მაგალითს ხო? ჩემი დადა აი მე საჩუქრები მინდა რა. ესე იგი არც ქირას იხდიან არაფერი, ჩემი და მუშაობს, მაგრამ არ ყოფნის ფულია ერთ ბავშვთან. არ ყოფნის ფული. არა, მე განვი TikTok-ზე დამატები, ანუ თვითონ ამბობსო, თავაზობსო. რატომ არ სწავლობს? ანუ აი მაგა მე ვიღაცამ შემოთავაზ ემა მეიქაპს გასწავლი, დღეში 1 საათი ხო ყველა შეუძლია, როცა ბლოგერობის მიღმა ხო, გამონახოს დრო, რატომ თვითონ ამბობს მის ვიდეოში, რომ მე შემომთავაზეს და მაშინ ანუ რატო არ გინდა თუ არ უნდა ადამიანს თუ არ უნდა ადამიანს რაქნას, მათ სხვა პასუხი დივარ, მაგრამ არ გინდა ამბობს განხილვა ხო კაცო ხვეწა თავის არ ვიცი მის საქმე აუ ხო სიმართლე გითხრა კეთის უსურვებ ბედნიერება ჯანმრთელობას რა ვიცი ყველაფერს საუკეთესო უსურვებ უბრალოდ ანუ მე არ მესმის და გეტყვით რატო ანუ მე გავიზარდე ძალიან ღარიბ ოჯახში გავიზარდე მადლობა ჩემო კარგი ანუ გავიზარდე ისეთ ოჯახში რომელსაც ანუ რავი გვიჭირდა ეხა ჩვენ ოჯახში და რაღაც და ანუ ჩემი მშობლები რა ვიცი ანუ მუშაობდნენ და რაღაც და რა ვიცი ძალიან ჩულური ანუ რავი გავიზარდეთ მაგრამ რავი ყველა ადამიანს შეუძლია მაგრამ ჩემი აზრით ანუ ამ 21 საუკუნემ ადამიანები რაღაცნაირად ანუ გაგვაზარმაცა ეს სელენა ამბობს ბლოგერობის პროფესია ანუ ამაში დევს მის ინვესტიციასო და აქედან შემოდის ფულიო მართალია ანუ არ წინააღმდეგები მაგ აზრს ბლოგერობას ძალიან დიდი დრო უნდა რომ თქვენი ყოველდღიურობა გადაიღო კი ეგეც სამსახურია გეთანხმები მაგრამ მე ნახე კი არ გავლაძღე ხალხო მე იმ კუთხით თქვი რომ ამის გარდა თქო, ანუ როცა ადამიანს მომავალს უყურებ და ამბობს რომ რუსული მინდა ვისწავლო, ინგლისური მინდა ვისწავლო, ანუ ფიქრობ ხო შენ განვითარებაზე, ჩემი აზრით თქო მე ეს თქვი ხო? ამ პროფესიის გარდა რაც არის ბლოგერობა, რასაც ელენა ამბობს რომ ესეც შემოსავალია და პროფესია გეთანხმები. მაგრამ ჩემი აზრი არის ეს რომ ამასთან ერთად შეგიძლია რაღაც პროფესია აითვისო, მე ეს თქვი ელენა შეიძლება დღეს არის ბლოგერი და შეიძლება ხვალდაზე ისწავლოს და იმუშაოს არავინ არ იცის რა მოხდა. შეიძლება რაც ზეგი იქეთ დაეხმაროს სხვაებს. კი ბატონო, ეგ თქვი უნდა არავინ არ იცის რა მოხდება ზეგ და მასზე კაცო. ეს ხოთაშორის საანკეთილი მოგვა არა. ძაღლები ვიცი რომ ძაღლებიც უყვარს ცხოველები და და მეც ძალიან პოზიტიურად მაგგუს და ძალიან ნახე დარსველი შეიძლება 2-3 წელში რომ აორთქლე სიტყვა სოციალური ქსელი ხო რაღაც ხო უნდა კონდეს ადამიანს რა თქმა უნდა იყენებს ამ დროს და ძალიან სრულად საკეთებს. კი ბატონო
მოვიდო მოხვალ ხა და რო გათერი ჩემი დღე რო გადავიღო და რაღაც შევა ვერ დავაინტერესო ეგრე ადამიანები და ეგრე ვერ ავიყვანო პუბლიკა ხელში. ანუ მე შევედი ერთხელ მაგის ლაივში 7 კავხურებ და გამგიშდი. ხო. იმ ავტორია ყავს და ყოჩაღ რა. კი, ნამდვილად. მე მაინც რაღაცები არ მესმის, მაგრამ აი არ ვლაპარაკობ ამ თემაზე არ მინდა ვინმე ეწყინოს და რაღაცა ეს ნახოს ლაივი და რაღაცა გული ეტკინოს. მე არავის წენა არ მაქვს. არა, პირიქით, ანუ მე მართლა ძალიან ბალეში ყავ მას უბრალოდ მე რაღაცები არ მესმის, ზოგადად არ მესმის. მე არ ვლაპარაკობ მარტო ქეთიზე, ანუ აქ რა. მე ვლაპარაკობ ანუ ზოგადად, რომ ესეთი რაღაცები არ მესმის. ვიღაცა ანუ ალექსა მიწეს კაროჩი. წვერებზე ეს პომა და არამე ახალი ტრენდია. ვერამდენი ადამიანი დაუბლოკე ეგეთი კომენტარით. ხა ფლიქსს თავი დაანებეთ რა. ალექს არ უნდა გაიკვირდეს ეგ შენ. არ ვატკინოთ გული, არავის კაცო არ ვაწყენინოთ, ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე. ანუ ირმა რანომერი ცაცხი გაცხია, გასვია. მე ძალიან ბევრი პროფესია მაქვს, ანუ ლალი. არგიულო, მე არავის მისვია. თელე თამუნას რომ მივარ და არ გინდა არც თამუნას დავიწყე ჩემო კარგო მაგის აი არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი ჩემი და კაი გაათრიალებ, თამუნა. ευχαριστώ πάρα πολύ. თამუნა არის ჩემი დაქალი. ანუ აბა ვის რა ფობიები გაქვს მოყევით? მე კორკიმელების ფობიები მაქვს. აი ნუ ხუმრობ ისედაც მოვა. ნათი არის ძალიან საყვარელი, მე მაგალითად მესაყვარლებ. აი ეს ნათიაზე გადავიდა. აი მე ნათია მგონია რომ ნათი იქნება კაი სამეგობრო გოგო. ნათია? მაიმე. აუ თამუნია უფრო მგონია. აი როგორი მეგობარი ისი აი რამე რო დაგჭირდება გვერდჩიდობა რაღაცა აი მაგალითად ვინმე რომ გაგიტრაკებს და აი გვერდჩო დაგიდგება იმენა და დედას რომ მოუტყნას აი ეგეთი იქნება რაღაცა. მე მინდა რომ ნათიასნაირი დაქალი მყავს. აი რა, ქალო. არ უცემია კაცო ეხა სიტყვით ჩხუბობ რაცემა რო ეცემა პოლიციაში იქნებოდა ეხა დაჭერილი ციხეში იქნებოდა საიდან მოიტანა ანუ სალონიკში ცხოვრობს ეს ბიჭი მეც აქედან ვცნობ ძალიან კაი სახანის ადამიანია ვინ? კარგად ვერთობით ანუ გიორგიზე მიწარენ და მაგას просто ადამიანი არის ეს სასიამოვნო გიორგი აი მე ყველა დაუბლოკე მე არ მიყვარ ჩემ ლაივში ვინმე რომ გავალარწო ემა ხო აი რა პროფესია გაქვს ამდენი წელია ხედავ TikTok-ს ბოდიში ხა შენ რო ანგარის ვერ გაბარებ და აი რო ვერ გიყვები ყველა ჩემ ეტაპს ძალიან დიდი ბოდიში რა პროფესია გაქვს ხერა გაპუწული თავით სად მუშაობ საბერძნეთში აბა გითხარი რა პროფესიის ხარ აი ომონიაზე ხوار გახარ მაგ თმები ჩემ თხოვით მე კარა ხო რავი ლარა ბოდიში მაპატიეთ ეს და ბულინგი იყო ძალიან დიდი ბოდიში გამეკცა ბოდიში საწყლები იმენ აი მე ემას ხო ვიღაცის ფულით არ ცხოვრობს არც ემა TikTok-ის მათხოვარი არ არის და არც არავის შემოსავი 18 წლიდან ჩემ თავსაც ხედავ და რავი ჩემ ოჯახს და დედას და ასე შემდეგ ჩემო კარგო ასე რომ შენ დამშვიდდი მე ჩემი შემოსავა და პროფესია მაქვს 18 წლიდან მეგობრებო დამაფოლოვეთ ყველა მე შენ არის ზუკნების გასარჩევი ნამდვილად არ არის და ეხლა კიდე მოხდები ამ ლაივიდან ამდენი წელია თუ მიყურებ ან ჩემი ფანი ხარ ან მაზა აი მოყევი ემა რა ფობია გაქვს დაანებეთ არ ფობია მაქვს ზუკნა ქალების ანუ ეგეთ ზუკნა ქალების მეშინია ანუ კაი ხარ დაგამიუთებ რატო წერ მადლობა ირმა მაგას დაბლოკილი ყავ და ჩემთან წერ თუ რა ხდება ეხლა მადლობა ანა მადლობა ჩემო კარგო ემა ხალხ ტრანსი რატო გონი ხარ? იმიტომ რომ ადრე ვიხუმრე მაგ თემაზე და ამიტომ გონი ვარ ჩემო კარგო. ფობია მაქვს ზუკნა ადამიანებს. წერა ეგეთ რაღაცა. ვის ერთი გაფება ინტერესებს. მე. მადლობა ჟანა, მადლობა გიგი. რა ფობია გაქვს დარსო? ადრე გადაობდა უბრალოდ. მე იცი რა ფობია მაქვს? ემზარი ქვია. მაღლის. და კიდე ობობები რა არის? ხო იცი ბუსუსიანი. ხო. აი მაგათი. მე მაქვს გველების ფობია და ცუდია. შენ სელენა? მე პატარა კუტუების ფობია. მე მაგრის კოტუ ხარ მადლობა ჩემო სიყვარული. ყველაზე ცუდი რა არის? ეხლა ადამიანს ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც უნდა რაღაც ამ ლაივში გავიდეს, რაღაც შენ გაქვს წყლის ფობია, გაიჯუ ეხლა აქედან. და ეშინია რომ ვიღაცამ ცუდი კომენტარები დაუწეროს რა. წერონა იყო.
ანუ ყველა არ არის. შენთან ცუდი კომენტარები, ანუ არ დაწერია, ხა ეს ქეთის მერე შემომესია ეს ძუკნები და დამიწერე ეს კომენტარები, თორე ხო, არაფერი ცუდი არ დაწერილა, სხვათა შორის ახლა მე არ ვიცი თქვენთან რა ხდება, მაგრამ მე ხალხო ინსტაგრამზე დაამփობენ აუ ცუდი კომენტარი ყოველთვის დაიწერება, კაცო ხა ხან შევამჩნევ, ხან ვერ მე შევამჩნევ. დაბლოკე, მე აჩემ ლაივში თუ ზღვარს გადავიდა, მე თუ ამჩნევ ყოველთვის ბლოკა. მე არავის არ ვალაძღინებ, გარც დარსო იქნება სელენა თუ ვინც იქნება, მე ჩემ ლაივში არ ანუ ვაჩვენ. მე ჯერ რაღაც კითხვა დასვეს და მე რო გაიცი პასუხი, მე დავამივუთე, მორჩა. არა. მე მაქვს კლაუსტროფობიაო. მე იცი რისი მეშინია, არ ვიცი როგორი თქვის, აი აუ რა ქვია, მე ძალიან ბევრი ნასვეტები რო არის, აი მაგას რო ხედავ ცუდა. ვაიმე მე აუ მეც მაქვს ტრიფობია. ხო. აუ მეც მაგის ისინი რა რა ქვია თქვი, ტრიფობია, ასე რა თქვი მეგობრებო, თუ არა სწორად. ტრიფობია, სწორი ხარ კი, ტრიფობია. მას მეგუნდაო ჩემი ძმაკაცი როგორ არისო. კარგია, თქვენს კითხულობ. აი მამაკაც რაღაცა, ემა. მე რა ჭირს ჩემთან. სერენა ჩიბურდანიძე რა აზრის ხართო? ეგ გვარს. ბექა ჩამიყარე ნუდები. შეგიძლიათ იამაყოთ, დიდი ყლე, მაგდა მაგი გამაყო. ანუ რითი ვამაყობ? ესე დიდი იმიტომ რომ მოდი ხა მოვყვეთ თუ რითი ვამაყობთ. სელენა იტყვის ვიცი რასაც უკვე წინა. ჩემი თავით ვამაყობ, იმიტომ რომ ალბათ ანუ ვიტყვი რა ამას რა, ანუ ვინც გინდათ ისე მიიღეთ, ანუ 15 წლიდან ვმუშაობ, ვარ ისე ანუ ჩემს დამოკიდებული, ჩემს თავზე ვარ დამოკიდებული თავიდან ბოლომდე. მით უმეტეს ეხლა და ანუ რავი, ჩემი თავი გამაქვს რა, ჩემი თავით ვამაყობ, აი მიყვარ ჩემი თავი. მეც და ვამაყობ დედაჩემით ესეთი გამაჩი. აუ კი, ვამაყობ პირველ რიგში დედაჩემით და მერე ჩემი თავით კი. ანუ სკოლაში რომ დავდიოდი რა, მქონდა ესეთი აი თვითონაც რომ დავინახავდი ცაზე რა. მადლობა ზურგა. ვინ მოგზაუროთ თქო რა. ომო, love you. იმდეს მოგზაურობ რომ ეს აგვიხდეს ყველაფერი. ამინ. მადლობა. მოიცა რას ამბობდით? ანუ შენით მადლობებს უხდებ მე ვერ გავიგე. ეგ ბექამ დაწერა, ეგ შეკითხვა და მე უბრალოდ წავიკითხე თქვენ ჩამოყალიბეთ. ბექა მიყვარ ხარ, მოდი გაკოცე. აჰა. ანუ ბექაზე რატო ესეთი მოთხოვნა? ინა, ქალო ბექა, ირინა. გაათრიეთ ხალხო. TikTok-ის ქაღმერთის მეგობარი მეუღლე. შენ ლაივშია? ალბათ მე ვიცი შენ რატო გაგიჟდი მაგაზე. სელენ. ვიზე? რაღაცა გაქვს ნანახი და მაგ. ვიცი ბექა რატო მოგწონს ოქრაშა. ხო. სხვათა შორის მე არ მიყვარს ადამიანზე საუბარი, მაგრამ ძალიან არ მესიამუნა. ბექა მაგის გამო ხარ მოსაკლავი მე რო უი ბექა შეამოწყდი შეფუზიანო ვიღაცა. მადლობა ჩემო კარგო მყავლი. ბოზი ირინას ბექა მოთრეულიო ვიღაცა წერს ანუ. კარგი ხალხო. ანუ თქვენი ბრალია რომ მაგას უწევთ პროპაგანდას რა. ხო რა არის? ვის უწევთ პროპაგანდას? კამერებზე რა სიტყვით რამდენი? ვაუ, მაქს კამერებზე, ვაიმე. ვაიმე, მე მაგათ ვუყურებ და აი რამდენ თემას მიედეს, თავი ამიფეთქდა, იქ ვერ ხალხს აინტერესებს გენაცვალე და რა იციან. რაზეო ვერ გავიგე, რაზეო? ყველა ვიცის რა აინტერესებს ხალხს. დიდი სიამოვნებით, ანუ მაგს კამერა ვინ არის გარჩევის საკითხი ხო ლეიბებში, რა ქვია ლაივებში. მადლობა ჩემო კარგო. ნახე როგორ გადაიხი. შოთა დარბაიძე, ირინა, ბექა, ის რა ქვია თამუნა, ნათია. გარჩევა არა, ესენი არის ყოველთვის გარჩევის იმაში, ხო რა? გარჩევა არა, უფრო სასაცილო. ხო რაღაცა ტრენდში. რაღაცა შემოგთავაზე. აინტერესებს ხალხს ყოველთვის ესეთი, ანუ როგორ ცხოვრობენ, რასაკეთებენ. ანუ кайფობენ, ხვდებით? აი ეგ მინდოდა მეთქვა, кайფობენ, კი, ხალხი ღადაობს ამით, კი, გარჩევა ცოტა ისე. მადლობა ნათია, ხო და ამ ღადაობაში გადაცვალე მე ესენი кайფულსაც ჩაულობენ აგერ ეხა. ანუ ყველა ქვეყანას ყავს თავისი
pop ბლოგერები, გიომარი მასხარები და ეს ლაივი არის სულ სხვა ყველას რაღაც. თავისი მომხმარებელი, ესე ვთქვათ. ლაივი არის გიომარი სულ სხვა როცა რაღაც. მოდი იაიშენეს. დავიწყოთ ეხა. ლაივი და იქ ცალკე ბლოგერობა არის სულ სხვა რაღაც. სხვადასხვა რაღაც არის მართლა. აქ არის რა, ეხა წამოდგეთ 300.000 გამომწერი ყავს. აქედან 500 ადამიანი უყურებს მარტო ლაივს. იმიტომ რომ იმათ საერთოდ არც კი შედიან ლაივებში, ხვდებით? არც კი უყურებენ ლაივებს, იმიტომ რომ არ აინტერესებთ. მე მეგობრებო, არავის ლაივს არ უყურებ, იმიტომ რომ მე არ მომწონს ლაივების ყურება. არასოდეს ცხოვრებაში არავის ლაივი არ მინახია. ასე არიან სხვებიც, არ შედიან ამ ლაივებში, ხვდებით? მე უყურებ ხანდახან ვისაც ძალიან ურტყავენ და ემოციებში. არის დაახლოებით ერთი საქართველოში ერთი დაახლოებით 20,000 ადამიანი, რომელიც იმენა ჩამჯდარი არის ლაივში, დანარჩენები არ არიან კაცო ამ ლაივებში. ახო მოვუგოთ, რაღაც სერედა ნუკის ქმარი ძალიან მომწონს ბენი. ნუკის ქმარი ძალიან სიმპათიურია. ძალიან სიმპათიური. აკაც ძალიან მომწონს ჩემი ჯეჯგვი ბიჭი. საიდან აი კარგ კომენტარებს არავინ არ კითხულობს. საიდან მოგროვდით ყველა ვინც მევასებით? სელენას იყო საერთოდ ვაფრენ. ვინ არის? ეს სელენაზის მაშინ უყურებ ლაივს, ხო მეილია, აწი ჩემ ლაივ. სელენა აგერ კითხეს სელენას და მე წერს. ის თუ იცით ირინა რომ მინეთს კურსებს ატარებსო. სელენა მიწის მაიამი. ყველა თქვენ მინეტებს მიხედეთ ჩემო კაცო. საერთოდ არის სექსი დღეს. ვის უყურს საქართველოში ყველა მეორე რა ვიცი, ანუ ხო, ეხა არავის სექსი არ უყურს დღეს, ეხა მაგითი ვერავის ვერ გააოც. მოდი შენ გააჯვე ხაკედან. ვაიმე ის რა ტიპი. ანუ აკაცი გააჯვე. ანუ აკაც ძალიან კარგი არის, ანუ აკაც ჯეჯგვი არის. აიცე დავიღალი ისეთ ამ ლაივებს მიგდებს ამირა და ირინა თავაშალო მიზის ქმარი. ჩემი აკონია, ჩემი ჯეჯგვი. ვაიმე და ძალიან სიმპათიური ბიჭი და აურა აქ რაღაც ისეთი. ვაიმე ეროს აურა ისეთია. როგორი აურა აქ იცი ჩემი შეყვარებულია ლაივი. გულები დაუწერეთ, თითო გული დაუწერეთ ჩემ შეყვარებულს ლაივში. ისა როგორი აურა აქ იცი აკას? არა, ეხა ეგეთი აურა მქონია რა. ძალიან საყვარელია ისე რა გინდა. ძალიან საყვარელი ბიჭი არის, რა გინდა. საყვარელი არა, სიმპათიური არის ძალიან. მოდი ერთი ამაზე ილაპარაკეთ კაცო. წავედი. ძალიან სიმპათიური ბიჭი არის. რა? იძინე? ყველა ადრე ვდგარ. სიმპათიური ბიჭი. ჩაბუკა. რაო? კიდევ ისი ქმარი მე რა ყველგან შევიდა, დაიბლოკა გოგო და ახლა სელენასთანაა. ლალი. ავი ვისი ქმარი? ლერა შენთან რო არის ახლა ჩვენთან ყველა დაიბლოკა. ეხა მგონი ყველა თქვენ ვის დაბლოკეთ ჩემთან გადმოვიდა. მამულიჩაზე რასი? ბლოკავა აქ ძალიან ბევრს. მამულიჩა არის როგორ იტყვიან გიჟი ბიჭი. ვაიმე არა. მამულიჩა ეხა შეპარა, მაგრამ ახალგაზრდობაში კაი სიმპათიური ბიჭი იყო. ნუ ეხა სიმპათიური კაცი არის. ანუ ვისი ქმარი? ანუ გაიტყვით ეხა. ანუ ხალხო მართლა ანუ ამაგეს არ ვიტყვი გარადი ეხა ცოტა ისეთი ქმარია. სელნა ვეიპირო მოუწია ყველამ ვიცით. სელნა ვეიპირო მოუწია დამბლოკავენ? კი. დაბლოკავე დაიკიდე მეც მიყვარხარ ჟანა. არ იყოს story user live. ჟანა ჩემო კარგო. ხა მე დაგისროთ კითხვა და სულს მომიყვასხოთ. ვინ არის celebrity crush თქვენი? არა ქართველი აღონა. არა ქართველი? მაშინ თურქები. ილია მადლობა. ბევრი მყავს ოღონდ. მოყევი 3 შო. სამახოს მაგის სახელი გერ ჩემთვის სახელები აღარ მაქვს. აი ერთი. ქართველი რო იყოს არა? რა ვიცი ქართველი თუ ყავს იყოს. ქართველი მომწონს მერაბ მე არა კაცო მერაბ რა ქვია მას ეხა რო გაიმარჯვა. მერაბ დვალიშვილი მოწონს. არა ის დვალიშვილი მადლობა ნატალია. მერაბ ეხა გაიმარჯვა ჩხუბი. რაიმე მადლობა ჩემო კარგო. მაგა რაღაცას ხო ბაზრებს და რაიმე მადლობა ჩემო კარგო. ჟანა დათო ვიღაც დოლიძე. გურამ დოლიძე.
ვინ აქ? ხო დამირწყით რა. რომან დოლიძე მომწონს ხო? ამათ არ დაუჭიროთ თითები მე და მე ხალხო მოვიგოთ. მე არ ვიცი რომან დოლიძე. ლალი ქართველი კაცებიდან. რომან დოლიძე. გავსერჩ. კაცებიდან, ანუ ვინ მომწონს ერთი ხო, წუთი. სელებრიტიო ადამიანი. რა ვიცი რა ქართულ კაცებზე გადახვედი კაცო. უი სელები კაცები მე. გეტყვით ეხლავე ვინ მომწონს მე და რატომ მომწონს ეგ, ანუ მსახიობი არის ეს ტიპი. მსახიობი არის ეს ტიპი. ნატალია მადლობა. ანუ სელენა მორცია სელენა, კარგი. ნატალია ვაი გადაუვარე ღმერთო 20 ანუ არ ვიცი ხალხო, მაგრამ მე მომწონს. ბოდიში გიორგი, რა ვქენიო სელენამ გადავუარე ამათო? ხო 20-ს კი არა ხართ ასულები ქულები. ნუ ჩემ მარტო ჩემო კარგო არ ვიძახით. აუ ნახე, გავლიგებ ხალხო ჩვენც. ანუ ეს ჯინჯონგი მოწონს სელენას, ანუ ეს ბინძური კაცი. ბინძური კაცი? რატო ახლა არის? გონია რომ ბინძურია რა უყურებ. ანუ რატო არის ბინძური? არ ვიცი, ეგეთი ასოციაცია მიჩნდება. აი რატო მაგალითად თმარი? აი არ ვიცი, ხო, ეგეთი რო დავინახე, ეგეთი ასე გაიჩნდა, საკრძელი რაღაცა. გონია რომ ბინძურია. აი ხა ეგ ზა. ბექა რამე დამირთ. აი მე სელენა რა გჭირს ყველაფერს რატო იგებ ეგ რამე შუახნის კრიზისი გაქვს. რატო უნდა თქვა მაგრამ ბინძური შთაბეჭდილება მოვივიდა თორე ვიცი რომ ბინძური არ არის. ანუ ერთ რაღაცას ვიტყვი რა რაღაცა 4 კითხვა დავსვი და 4-ვეზე რაღაცა კაცები და იმაზე გადახდით. კაცო რაღაცა თქვი არ გაგაჩნია არავინ? მე გეუბნები ჩემი ფავორიტი სელებრიტი არის მომღერალი ბილი ეილიში. აი ყოჩა აი ესე მინდოდა რომ ყველა შეფასდება. ჩემი ფეივორიტი არის ტიმოტე შალომე. ვინ არის ეგ? თქვი ვინ? ჩემი ფეივორიტი არის ერთი წუთი. ეკა მადლობა. ვინ? კოსტას მარტაკისი ხო? არა. რაც ხადაობენ ესენი. ანუ ვერ იხსენეს ტიპ სელებრიტი ვიღაცა ყავს კრაშს ვერ იხსენებს. იმდენი მოწონს უკვე აღარ იცი. ეს პირდაპირ კაცები გაახსედა და ებნიდა და გონა. გაჯვი შეყო. ვაიმე კიდე ერთხელ უნდა ვთქვა ხალხი შემოვიდა ვაიმე ხო ძალიან ბინძური მეჩვენა ეს ადამიანი დამშვიდით ხალხო იმას არ ეწყინება რო გაიგო. აი მე ვიტყვი კაც შენ თუ არ ამბობ ჩევიხვიე. ქვი მე საერთოდ არ ისეთი სელებრიტი არ მომწონს დედამიწაზე, იმიტომ რომ მე ვარ ყველაზე საუკეთესო. ანუ მე ქართველებიდან გეტყვით რომელი მომწონს? გიორგი ვარდოსანიძე მომწონს? და რატო ეხავე? ანუ გეტყვით. აი წუნი დამაწადეთ ხალხო. ყველაფერს რატო? გიორგი ვარდოსანიძე. მე მომწონს გიორგი ვარდოსანიძე, ძალიან სიმპათიური. სულ გაიტრიე ვერკიტა. აუ ძალიან სიმპათიური ბიჭი არის. აუ მე მომწონს ჯულიანა ბარგნარი. აი მე ბაბი კირკიტაძე. აუ ეს ვიდეო აუ ერთი სელე ჯულიანა ბარგნარი არ მოგწონს? დავისკა ვინა ჯულიანა ბარგნარი. ა ბიჭები ხო იცი გიორგი ვარდოსანიძე ხო იცი? გიორგი ვარდოსანიძე ძალიან. აუ გოგრიჭიანი მომწონს ძალიან გოგრიჭიანი აი ძალიან მომწონს. მე გიო შე ბიჭები ხო არ მოგწონს შემთხვევით? ანუ ანუ სელებრიტი ბიჭები არ თქვით? არა, დარსო თქვა სელებრიტი ზოგადად. ნახე კაცი ბიჭი არ იყო. ზოგადად. ზოგადათი? კი ზოგადათი. შენ დარსო მოდი შენ გვითხრა. კაი, მაშინ მე მომწონს პაპარიზო. ელენა პაპარიზო მომწონს. ყუდრო ვინ არის? ელენა პაპარიზო ანუ მომწონს. რაღაცა ვიცეს რომ ისა მამუკამ დინაძე მაგეგოსო ბაბი კირკიტაძე მოგწონს. აუ მე ხა დუბაიში რო ძემეს, რა ქვია შეყვარებულები რო არიან? მე რა ვერ მივხვდი. ვაიმე პოლიტიკოსები ხო? აი ზუს. აუ ხალხო ისა ყუდრო სერიალში იყო ხოლმეო, ვიცი რა რომ ვიზაც იძახი. მე ვთქვა? მე ვინ მომწონს გეტყვით, მე ალაიქეთ არ მომწონს რა. აი ბიჭებიდან ვინ მოგწონს? გაჩერდი გოგქალო თქო თუ კაცო ერთი წამი. ანუ ჩემი ერთადერთი პირველი ვაიმე ხი ეგ ბიჭი ხინ კასჭამდა ერთ ვიდეოში.
20 ხიკალს რაღაცას შეჭამა. რაღაცა სომეხი საქართველოში გაზრილი დაბადებული ძალიან საყვარელი არის. რა ლიანა ხალ მე მეძინება უკვე. ის მომწონს გიგა რო არის, გიგა მოჩხუბარი. არავინ. გიგა უცხოელებიდან მე მომწონს ანუ მე შესაძლოა ვიძახოთ ეს არის მოწონება და იქ ზომა და სიგრძე და რაღაცა ეს ქვედა ორი რო არჩევენ ეგრე დავიბადე 13 რა მე მომწონს სიურპრიზი გაჩერდი მე მომწონს და ესე ეცემენ პასუხს რა თქვი ერთი ადამიანისგან გვინდა კიდევ შენ ერთი რას გეყოფა, შენ სამი გინდა. იმდენი მომწონს რა ვიცი, რომელი ვთქვა არ ვიცი. ანუ ბიჭებიდან ვინ მოგწონთ, ანუ ეს სელებრიტები? ეხლა გოგო ვიბაში რო თამაშობს ვენომში დამავიწყდა მაგის სახელი. ტომ ჰარდი, ბელა და მერილ სტრიპი. ოკეი. კიდე ბევრს ჩამოვთვლი. ცნობილი ადამიანებიდან, ქართველებიდან მომწონს სელენა, მაგისი ფანი ვარ. და კიდე მიყვარს კინდერ სიურპრიზი. მე, ვაიმე, მადლობა, მაი. მეც მინდა რა. ქართველებიდან მე მადლობა ნათია. ძალიან დიდი მადლობა. ნატალია ბოდიში თუ ანათია იყო. ესა ვაიმე მადლობა მაი მადლობა ძალიან დიდი სიმპათია ხარკაცი მე მომწონს მაგალითად ძალიან დიდი მადლობა საჩუქრებს უგზავნო ესეთ ლაივში აი ესეთ მობილ ხალხთან და ძალიან დიდი მადლობა მე დავით ლიკლიკაზე ის სახიობი იმაში ნატურის ხეში რო თამაშობს იმის მეუღლე რო არის რა ქვია მაგას ფაფახი რო ახურია თავზე აი მაგ პერიოდში მომწონს ეგ ტიპი ძალიან სიმპათიური არის აფშიტა იმარიტა რატო უღალატა იმასთან ის მეორე ჯაჭვლიანი არის ბაბი მინდა შენთვის ემა ვინ არის ქალო ბაბი ერთი ტაძე ალბათ გოგო მადლობა საჩუქრ მომწონს მამაშენია გაეჯვი ფორუს დედოფალია სკერონა მგონი ამერიკის ფორუს დედოფალია მართა მგონი ყველა ემიგრანტი ამერიკელი ურტყავს სელენას მე ჩვენ რატო არავინ არ მომწონს სელენა გაჩუნდი ერთი წუთი რა ჩაკუჩი ვინ მირტყავს კაცო ამის რატო არ მოხდა ანუ ვინ რა ხალხი უდონატებს ამას ანუ არ ვიცი რა ანუ არ ვიცი ამის რატო არ მოხდა ჩაკუჩი ბოლოზე ვინც იყო იმას მოხდა დემეც ახა გული ვიტირებე ხარ არ რო არ დაუბჟრიალდა თავი ეს ადამიანი არის შენი აკაუნტი დაწერე და შენი აკაუნტი დაწერე მე აღარ დაგბლოკავთ აბა შენი აკაუნტი yes I am LGBT+ my darling მეგობრებო ჩვენს გამოგიგზავნეთ საჩუქრები და გეტყვით მადლობა ჩემო კარგო დავიწვრილეთ აი ხო ყველა ერთად ცხოვრობ და ხალხი მადლობა რას გაცი მე უკვე აღარ მესმის ვინ რას ლაპარაკობს შეიძლება რას გაცი ესპანეთის რა თქმა უნდა ესპანეთის ჩინური ჩაკუჩი იყო ჩინური ჩაკუჩი მოხდა დაინე დემეცვა გული მე რამდენი ხელი ამერიკის ფორუზე როგორ ჩვენ არ ვაქტიურობთ მადლობა ილია მე ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ან შენი სახელი აი მითხარით ერთი დამსახელი ორი ადამიანი ვის დანახვაზეც ალერგია გემართებათ გეტყვით ალერგია ერთი არის მოდი ანუ მე ვიტყვი რა პირველი არის ტიკტოკერებიდან ხო გაცდი ტიკტოკერებიდან მადლობა ჟანა ლეო მიყვარხარ პირველი არის ეს რა ქვია მაგას კაცო თავს რო გავს როგორ ვერ ვიტან ანუ უბრალოდ ანუ არ მევასება ის შოთა დარბაიძე ვერ ვიტან ხალხო მაპატიეთ ანუ მაგრამ აი ხვალ ეს ლაივი ჩაიწერება და გაიგზავნება შოთას და მეორე არის ანუ ვის ვერ ვიტან კიდევ აი ესეც რომელთაც ეგრევე ვსკროლავ ხოლმე და ანუ არ უყურებ საერთოდ ანუ მის არაფერს რომელი ნუ იძახით ეგეთ რაღაცებს კაცო ნუ
ანუ შემდეგ ლაიქზე არ ვნახო წითელი პომადით ხალხს აღიზიანებ ხედავ ხო? ვინა მეორე? კიო ჩაგვეძინა რავი. მეორე არის ბაბი კირკიტაძე, რომელზეც ვერ ვიტან. აიმე. და ანუ მთლიანად იმედს ვერ ვიტან მაშინ ესე. ბაბი კირკიტაძე და შოთა დარბაიძეს ვერ იტან. მაშინ ნუ მე ვიტყვი თუ გინდა. ანუ რატომ აღიზიანებ ამ ხალხს ეს? მიდი თქვი. დამილაიქეთ რა და საჩუქრები გამოგზავნეთ ახლა. აი მე რატომ რა შენ თქვი კაცო. ეს ვერავის ვერ იტანს მეგობრებო ზოგადად, მაგრამ რომელიც ჩამოვთვალო. მე ვერ ვიტან, TikTok-ზე უნდა იყოს ეს ადამიანი. არა აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა. გიორგის კითხვა იაფარულოვას და რა ურთიერთობა აქვს გიორგი. იაფარულავა ძალიან მიყვარს. TikTok-ზე ატანა არ მაქვს რომ ხდება ვიდეოები, ეს ქერა გოგო არის თამაშობს ლაივებში, აი კივის და ძალიან თაკო ქერაშვილი. ხო, ცუდად ხდის. ვინ არის ეგ? ვერ ვიტან პირველად კი არა, ლაივი რო ხდება ცუდად ხდის, თორე პირველად რა ვიცი არა. მეორე არის სულხანში კი ვიღაცა. მეც. რაღაც კაჩაობს და მესამე არის აი ორი საკმარისია. გუჩი ტეჩი. აი მე ამას იმდენი ყოლია ორი კერა მთელი სია ჩამოთვალა. მეც ვერ ვიტან. ანუ ესე ვერ ვიტან ცუდი ნათქვამია რა. ვერ ვიტან არა, რომ ხედავ მისი კონტენტი. ანუ ესე ორი ადამიანს არ ვიცნობ მე ხა ხო? ანუ ვისაც არ უყურებ და ავსკროლ ეგეც დავახასიათებ. ხო, ეგეთი, ხო. ვიტან რა ვიცი. ხო, არა, ბოდიში ცუდად გამომდის, ანუ მადლობა, ჩემო კარგო, სახელს ვერ ვკითხულობ. ჩვენ წავიკითხავ, ჩვენ გამოგვიგზავნეთ და თქვენ გიორგი გოგუჭური 1 არ მე არ მაგიზიანებ ეგ ვიჭი. მაიკ, მადლობა. მადლობა სსმსს. ანუ რეფი დარსო გუჩი ხახმა ყველაფერი რო იცის გუჩი ეჭის მამი და ბარიგა იყო ტრანს მეორე ვინც არ ან რა ვიცი ვიზე თქვა გუჩი ტეჩი ხახო დამირტყით რა გიორგი გოგუჭური და მეორე იცი კიდე ვის ლაივები მაგაზებს ქუთაისელი დედაშვილი რო არიან ქერატიანი ქალია და გოგოყავს რაღაც დაბალზე აქ თქვენ გადაპარსული რაღაც წევლებიან ო აი მაგათ ლაივებს სულ ვინ წევლებიან მე არ შეგენი კიდევ კარგი რო არის წლები რო არიან ბავშვი რო ყავთ რო იწყებლებიან მადლობა ჩემო კარგობისთვის სელენა გაჩერდი 2 წამი არ ისმის რას ლაპარაკობ ანუ სელენა აქ და დედამისი ნაცი არა რა დამავიწევი და აი მიხვდა რა იმავიზეს ვიძახი რა შეულებას თუ რაღაც და ეგეთ ანუ ეს TikTok-ი არ ამგონია რომ ეგეთ რაღაც უნდა იყოს ეგეთ რაღაცაზე უნდა იყოს გაცვლილი რა ეს გალანწყვები და ეს ჩიულებები და რაღაც არა თუ შემოდიხარ აქ უნდა იღაც სულს კი დაწერენ ბაზა რაც უნდა კარგი იყო და საუკეთესო სულს მაინც დაწერენ რა აგერ ვიღაცები რო დაკლეხარ თუ რა იციან და კლევარ თუ რა ვარ მაგრამ წერენ ხო აი ეგეთ რაღაც ყლეობები არ მევასება რა. გაერთი ისინი იღა ყოველას იმდენი გაჭირვება აქვს ცხოვრებაში კიდე შენ რაღაცას რო არ უსვინოს ხო? გამადლობა. უსაყოლებ ამ TikTok-ში. გასაგებია. მოვიკოთ ხალხო. მადლობა, ვაი ძალიან გავანადგურე მე რამდენი ხელია 20-მდეც ვერ ადიან. აი ემა ამცთან 20. ანუ ნახე პროს როგორ გაპულინგებს ხალხო მე ვის ვერ ვიტან მეგობრებო და ვინმე ზიზღება TikTok-ზე საერთოდ აბა გამოვიდეთ არავის ვიდეოებს მე არ ვუყურებ არავის ვიდეოებს მე არ ვალაიქებ და არავის ვიდეოზე მე არ ვაკომენტარებ ეგრელი ვარ საკუთარი ვიდეოების გარდა ნარცისი ეხა ხალხო 100 კაცი რომ მიყურებს სელენა რო გვიგებს აბა ეხა აქეთი აქტიურეთ ამ ხალხო დარსო კარგი ხარ კარგად აღწერა ეს ლიხსიხსი გაგიწერე მაგას სახელი ანუ ვიღაცა მიწევს ბერძნულად რაღაც არა მართლა გეტყვით აბა წაიკითხე
შოთა დარბაიძეს ვერ ვიტან ორგანულად მართლა. პარაკალო? რატო? შოთა დარბაიძეს არა, მაგრამ აი არ ვიცი. აი მითხარიო. და მეორე ვის ვერ ვიტან, მეორე ვერ ვიტან აი იმ ლაივებს, სადაც ადამიანებს ლანძღავენ და თათხავენ და ბავშვის სურათებს დებენ და ადამიანებს დებენ და აი ეგენი არ მევასებიან კი. არც და ასე შემდეგ, ხო? იოს კითხე აკასთან თუ ექნება სექსუალური კავშირია ვიღაც წერს. არსო ჩემი ქრაში ჩემი ამა ფოლოვე ჩემთან ვით ჩემი ქრაშები ხართ დავაილე. ანუ აქ არის ჩემი ტოლი. აუ ბავშვებო რატო ტყნავთ ეხა უაზრო კომენტარებით იმას რა ქვია ტვის თუ არ მოგწონთ გადით ეხა ვინმე რა არ მოსწონთ სერენა გითხარი რა? რავი აი არაფერი ამათ მოსაწონი არ ხდება და მარტო მიყურებ თუ არ მოგწონს მაგალითად ლაივი ხო ანუ ხო აი რა საპროტესტებენ იქნებ გავითვალისწინოთ გითხარი რა პროტესტი აქვს რავი როგორ დამაფოლოვეთ ყველა ანუ რამე ჩემთან დაკავშირებით ხوار წერენ მან აი მე არა შენზე წერენ სულ ოჯახისგან და მაია დიდი მადლობა მართლა რა წერენ კი ჩემი მეზობლად მუშაობს წლებია მოხუცულისო ხო არა ინტერესებს და თუ აღიზიანებ დილის 5 საათზე ნუ ტრიგერდებიან ამ ლაივით რა მაგაცინებს ბეკაში ტრანსფობო ბეკა მოდი ბეკა მაკოთე დუნდულზე მადლობა ესები შენ გიოსკინი გააკეთე იქნებ დაევასო მადლობა მაქსი მე ლალისკინი მაქვს ისე რომ იცოდე ჩემო კაცო ეს უნდა მოვიგო და მე გავდივარ მე უნდა დავიძინო მეგობრებო მოიცადე ალო შაბათია სადმე მიდიხარ არ თუს არავინ ჭუჭუზე ანუ რა დამიწერე ვერ ხვდები ნახე ჩემო კარგო იმ ლაივი ჩანაწერი საკაკაცაც გძულს და შენ დამოკიდებულებაც ნახე და მიგაჯინი ადგილზე ორზე გავიდე თემა ორზე დავამრგვალოთ ხო დვარე ორზე გავიდეთ რა სერენა ჩიბურდანიძე რა მომაგებინეთ რა სერენას მე ვისო ბავშვობიდან და ძალიან მიყვარს უნიჭე მეც დამიწერეს ეგ კითხეო სერენა ჩიბურდანიძე რა აზრის არისო და რატო არ დაიგნო ბავშვობიდან ვიცნობ და ეხლა რა აზრის უნდა მიყვარს მაიკლ მადლობა მანიკა მადლობა ჩემო კარგო უღრმესი მადლობა მეგობრებო ხა შემდეგი რა განვიხილოთ ბარემ ნახევარსათი რომ გავაწურინო აი სერენა არის ძალიან აუ მე ძალიან მიყვარს სერენა საინტერესო აუ კი სულ უყურებ მის ლაივე მის ვიდეოებს მადლობა ჩემო კარგებო აი ძალიან თბილი არის და ძალიან საყვარელი მოდის კიდევაც მისი ვიდეოები და მოდის ის რაღაც დადებითი ენერგია და დეტალურად იცის ახსნა ყველაფრის აი ისე დაგიღეჭავს და დაგიღებს მაგრამ ზოგიერთს მაინც არ ესმის და მაინც არ შეძლო ზოგიერთს თვეში აუ ძალიან საყვარელი არის სერენა კი ვინ არის ძალიან მიყვარს ეს გოგო არის Facebook-ზე გაზიარებული ვიდეოები TikTok-ზე უწერია სერენა რაღაც უწერია TikTok-ზე ან ძალიან საყვარელი გოგო არის აი უეჭველი უნდა ნახო მისი ვიდეოები აი ძალიან საინტერესო კონტენტი აქვს ჩემი აზრით და ანუ მე აი მართლა ჩემი და საათობით არა არ მომსწრია და მის ლაპარაკს ვუხსნი ეს როგორი გადმოცემა როგორი წაკითხვა აი სასწაული გოგო არის ანუ აი მართლა გეუბნები თან უშვიდები ანუ აი ხა მაგალითად ქრისტიზე რა იბოდიალა ნუ თავისი დასკვნა გააკეთა ჩემო კარგო ეხა ფოტოს ბოლომდე ვერ ადამიანის ლაპარაკს ბოდიას წოდებს და ანუ სოციალური მომხრეები გადახედავს იმის მიხედვით გააკეთა თავისი ანალიზი ხო ეხა გოგო თუ აღნიშნა კიდეც რომ შეიძლება ეხა მივხვდი ვიზე იძახი გუშინ უყურე მაგას ქერა რო არის ეხა გუშინ უყურე მაგ იმას რაღაც კრისტიმ რო გასცა პასუხი მაგას ზუსტად კრისტიმ გასცა პასუხი ძალიან დიდი ბოდიში რა ბავშვებო ერთი თხოვნა მაქვს ჩემ ლაივში მე არ მინდა ეგ ადამიანი იყოს ხსენებული და ძალიან გთხოვთ მაგის გარდა ვინც გინდათ ახსენეთ თუ შეიძლება გაითვალისწინოთ რა პასუხი გასცა არ უყურეთ და ნახეთ შეხო ანუ ახლა ეს არ მახსოვს ზუსტად გუში რო უყურე მახსოვს აი მაგით მივხვდი ვიზე იყო საუბარი დაახლოებით რა იყო მე არ მომისმენია აი მოусმინე ნახე ჩარტე თვითმე არა ცუდი არ უთქვამს არაფერი პროსტა რაღაცა
ჩვენად პასუხი გას მე ის მაგ გოგოზე მე ხა ქრისტი არ მაინტერესებს და არც ქრისტის ამბები, მაგ გოგოზე ვინმე რო იტყვის, რომ ვერაზრონეს და ინტელექტი არა, გოგო არის უკიდეგანოდ განათლებული და ძალიან საინტერესო არგუმენტებით მოსაუბრე ადამიანი. აი როგორი, აი ხო იცი ეგეთი ადამიანები იბადებიან რავი მე ნუკის და კრისტის კონფლიქტი. თქვენ ასევე გაინტერესებდათ ჩემი აზრი კრისტის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ჰაში გამოკიდებული ჩვენი საერთო აზრები ვაშლებივით მოვკრიფე და ერთ კალათაში ჩავაწყე. ეს საერთო აზრები და შეგრძნებები შევაჯამე. კრისტისა და ნუკის კონფლიქტს ძალიან მოკლედ შევეხები, რამე თუ არ მგონია რომ ეს თემა საფუძვლიან განხილვად ღირდეს. გახსოვთ, ნუკიმ ერთ-ერთ ვიდეოში ახსენა, რომ თამა მზად იყო შეურაცხყოფისთვის, რადგან წინასწარ ყოფილან ამაზე შეთანხმებული. ანუ მათ ერთხელ უკვე მოატყუეს მაყურებელი, შეცდომაში შეიყვანეს იგი, ფსევდოდრამა გაითამაშეს. და მაშინ რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ამჯერად კრისტი და ნუკი არ გაურიგდნენ ერთმანეთს აღნიშნულ კონფლიქტზე. იქნებ ისინი წინასწარ შეთანხმდნენ ამ ყველაფერზე. ეს მათი უფლებაა. ჩვენი უფლებაა მოვუწყოთ პროტესტი. გავიკიდოთ ორივე. მატყუარასთვის არაფერია იმაზე დიდი სასჯელი, ვიდრე მისი ტყუილის არ გაგონება, არ შესმინება, არ დაჯერება. რაც შეეხება კრისტის, მნიშვნელოვანია დავძინო ისიც, რომ მე ამ გოგონას პირადად არ ვიცნობ. არასოდეს მქონია მასთან კვეთა, გარდა იმისა, რომ Facebook-ზე დრო გამოშვებით მოხდებოდა მისი ვიდეოები. მე არ განვიხილავ მას როგორც პიროვნებას, არ განვიხილავ მას როგორც ინდივიდს, განვიხილავ მას როგორც ინფლუენსერს და მასთან ერთად მის შემოქმედებას, იმ შინაარს, რომელსაც იგი ატარებს. არ გამორიცხავ იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში იყოს კარგი მეგობარი, კარგი პარტნიორი, კარგი შვილი და ასე შემდეგ. Disclaimer-ი, გაფრთხილება. ახლა ძალიან ყურადღებით მომისმინეთ მათ, ვინც ხართ ზემგრძნობიარე და ჰიპერსენსიტიური, ძალიან ემპათი. ვიდეოში ჩემს მიერ აღწერილმა ზოგიერთმა სექსუალურმა სცენამ შეიძლება თქვენში გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძლიერი სისხლის განცდა და გულისრევის შეგრძნება. პირველი რაც თვალშესაცემი ხდება, არის კრისტის აგრესიის ხარისხი თითქმის მის ყველა ვიდეოში. თან აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აგრესიის ადრესატებს როგორც წესი წარმოადგენენ ქალები, რაც შეიძლება მიანიშნებდეს კრისტის მიზოგინიაზე, ქალთა სიძულვილზე. მეორეს მხრივ აღმერთებს ქალებს, რომლებსაც მიიჩნევს ლამაზად და წარმატებულად. წარმატების საზომად იყენებს ადამიანის ფინანსურ და იერარქიულ მდგომარეობას. მისი მტკიცებით, თუ ქალს არ აქვს დიორის ფერუმარილი, იგი ქალი არ არის. სჩადის იგივე მორალურ და ეთიკურ დანაშაულს ქალთა და ტრანსგენდერ ქალთა წინაშე, რასაც სჩადიოდა კესარია. იგი ცდილობს შთააგონოს მაყურებელი, რომ ქალი ის კი არ არის, ვინც მაგალითად დიასახლისია, ქვილში ამოსრული ხელებითა და წინსაფრით. არამედ თვითონ მისი ეს აგრესია აღიქმება როგორც მასკულინური აგრესია, რაღაც ძალიან მამაკაცური, როგორც წესი არადამახასიათებელი ქალებისთვის. მისი ასეთი დამოკიდებულება აუდიტორიის მიმართ გვაძლევს ერთგვარ მორალურ უფლებას ზაგვიჩნდნენ შეკითხვები. გავლილი აქვს თუ არა კრისტის სავალდებულო ორწლიანი ფსიქიატრიული კომისია. აღებული აქვს თუ არა შესაბამისი დასკვნა გენდერული დისფორიის შესახებ. სვამს თუ არა ტესტოსტერონის ბლოკატორებს. ტესტოსტერონი მამაკაცის ჰორმონია, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიაზე, ერექციულ ფუნქციაზე და სხვა მამაკაცურ ფუნქციებზე. ტრანსგენდერი ქალები ვთრგუნავთ ტესტოსტერონს ორი ხერხით. ან ვიშორებთ თვითონ ტესტოსტერონის წყაროს, ტესტიკულებს, სათესლე ჯირკვლებს, ქირურგიული გზით, ან ვსვამთ ბლოკატორებს, ეგრეთ წოდებულ ქიმიურ კასტრატებს. ყველაფრის ცოდნა უბრალოდ კარგი იქნებოდა ევების დროს, თუ კი ქალები ლანძღავენ, იცავს თავს. იქით, აქეთაც შეუძლია თავდასხმის განხორციელება, მაგრამ წამსაც მისთვის მოსაწონი მამაკაცი დაუწყებს გინებას მყისვე გარდაისახება, თითქოს კეკლუცობას იწყებს და იბანჯება კიდეც. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში დიდწილად ჩვენ მაყურებელი გავბრაზდებოდით, შევეცდებოდით მის დაცვას, მაგრამ არა მის შემთხვევაში. თან გვიკვირს, როგორ თუ პირდაპირ ეთერში ადამიანს ჩაგრავენ და არავინ არაფერს აკეთებს. გვიკვირს, ნუ თუ ამდენ ადამიანში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, ერთი რაინდი მაინც დაიცავდა უსუსურს. მეორეს მხრივ რაღაც კარნახობს, რომ აქ ამ სიტუაციაში რაინდი ვერაფერს გახდებოდა. მოძალადე კი ჰგავს ტიპიურ მოძალადეს, მაგრამ მსხვერპლი არ ჰგავს ტიპიურ მსხვერპლს. თითქოს რაღაც სხვა ხდება მათ შორის, რაღაც უფრო სხვა. პროგრესირებადი სადომაზოხიზმი არის ისეთი სექსუალური ფეტიში, რომელიც გულისხმობს ორ ან ზოგჯერ ორზე მეტ მონაწილეს, რომელთაგან ერთ-ერთი არის ეგრეთ წოდებული საბმისივი, შემოკლებით საბი, ანუ მორჩილი, დაქვემდებარებული. მეორე კი დომინანტი, ზემდგომი.
დაწინაურებული. ასეთი ტიპის სექსუალური პრაქტიკა გულისხმობს ნებადარ თუ შეთანხმებულ ძალადობას დაქვემდებარებულ პარტნიორზე, მის სრულ და უპირობო მორჩილებას. მაგალითად, დომინანტი გადაწყვეტს პარტნიორი მიაბას და სცემოს, აგინოს და შეურაცხყოფა მიაყენოს, დაქვემდებარებული ვალდებულია ითმინოს. ამ ფეტიშს გააჩნია სიმძიმის სხვადასხვა საფეხურები. გარკვეული ხნის შემდეგ პარტნიორები შეიძლება ვეღარ კმაყოფილდებოდნენ, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეურაცხყოფითა და ფიზიკური ძალადობით. ამ შემთხვევაში ისინი მიმართავენ დამცირების უფრო მძიმე ფორმებს. წარმოვიდგეთ, რომ აი მსგავს სცენას რაღაც მანქანებით შევესწარით არაფეტიშისტი ადამიანები. ალბათ ჩვენი პირველი და ბუნებრივი რეაქცია იქნებოდა დავხმარებოდით ჩაგრულს. შეიძლება პოლიციაშიც კი დაგვერეგა. მაგრამ რაც ამსაც გავიაზრებთ, რომ მსხვერპლი თავისინებითაა მსხვერპლი, ალბათ დაბნელობასთან ერთად ვიგრძნობთ ერთგვარ ზიზღნარევ სიბრალულს. თუმცა ცნობის მოყვარეობა გვძლევს და ჩვენ ვაგრძელებთ ცქერას. არ ვიცით როგორ ვირეაგიროთ. მოზლადის დასჯა მოვითხოვოთ თუ სხვებს მოვუწოდოთ გონიერებისკენ. დაახლოებით იგივეს ვგრძნობთ კრისტის ლაივების დროს, როდესაც ხედავთ კრისტისა და კრისტის აუდიტორიას შორის ურთიერთობას, გვიჩნდება მსგავსი შეგრძნებები. ორივე მხარეს აქვს არჩევანი დაანებონ ერთმანეთს თავი, გათიშონ ეთერები, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ამას კი არ აკეთებენ ბიოლოგიურად ახსნადი მიზეზების გამო. მამაკაცის ლიმბურ სისტემაში აღგზნებასა და აგრესიაზე ტვინის ერთი და იგივე უბნები არიან პასუხისმგებელნი. მამაკაცს ამ დროს ძალიან უჭირს განასხვავოს ერთი მეორესაგან. სწორედ ამიტომ არის, რომ ხშირია ფემიციდის შემთხვევები სექსუალური აქტის დროს მამაკაცმა ვერ მოზომა, ვერ გააკონტროლა აგრესია. სხვათა შორის ეს შიმპანზეებთანაც ასეა. კრისტისაც ეს თითქოს ქვეცნობიერად ესმის. უფლებას აძლევს მამაკაც იყოს დომინანტი, იყოს ბატონი, რაც მამაკაც ძალიან მოსწონს. იგინოს მანამ სანამ ესმის იგინება არ გადაეზრდება ვნებაში. იქიც აუდიტორიის მხრიდან შეურაცხყოფილი პროეცირებს იგივე ქცევას საკუთარ აუდიტორიაზე, რომელთაგან 90% ქალია. კრისტის არ სიყვარულის მიზეზი თვითონ კრისტი არაა. ვარაუდობ, რომ არც მისი ტრანსგენდერობაა მის მთავარი მიზეზი. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმსჯელოთ მისი არ სიყვარულის მთავარ მიზეზებზე. მაგრამ უნდა გვესმოდეს მთავარი. როგორც ეპყრობი, ისე გეპყრობიან. კრისტი არის სარკე, რომელშიც ყველანი ვიყურებით და არ მოგწონს, რასაც ვხედავთ. აქვს თუ არა კრისტის სავალდებულო ორწლიანი ფსიქიატრიული კომისია. აღებული აქვს თუ არა შესაძლებელი. ნახე გვიან შენი ვიდეო და გადავწყვიტე რომ მეპასუხა რატომაც არა. და მინდა მოგილოცა კონტენტ კრეატორობა დაგიწყია. და პირველად გაქვს შენს ვიდეოებზე 4000 ლაიქი, იმიტომ რომ კრისტი ლაბაძე ახსენე. ეხლა რაც შეეხება შენს კონტენტს, მე არ მაინტერესებს რა კონტენტები აქვს, მაგრამ როდესაც ჩემსგან იხილავენ დაკო. აი ეს განათლებული ქალის როლი რო გაქვს, გვაინტერესებს საზოგადოებას რა გაქვს დამთავრებული, რა განათლება მიიღე. ეხლა რაც შეეხება ჩემს ჰორმონებს და ასე შემდეგ. საერთოდ არ ვთვლი თავს ვალდებულოთ ვინმეს რამე უხსნა, მე რას ვიღებ, რა ოპერაციები გაკეთებული და ასე შემდეგ, მაგრამ თუ გაინტერესებს და შენც გინდა, მე დაგეხმარებით რა გეტყვი. ესტროგენს ვიღებ დაკუ. სხვა რაღაცებიც მეთოდებიც არსებობს, მაგალითად ტაბლეტს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ აქვს ტრომბოზის რისკი და ინჯექშენ, არ ვიცი ქართულად როგორ არის. მაგასაც ვიღებ და არჩევანი გავაკეთე ესტროგენზე. რაც შეეხება პლასტიკურ ოპერაციებს, მაქვს მკერდი გაკეთებული. არ ვაპირებ სხვა ოპერაციებს გაკეთებას, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ მე ვარ ქალი ღვთაება და ქალი დედოფალი. ეხლა რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, მყავს არა ბევრი მეგობარი, არამედ რამდენიმე კარგი მეგობარი, იმიტომ რომ ჩემთვის კვალიტეტ მნიშვნელოვანია als კვანტიტეტ ცხოვრებაში და არაჩვეულებრივად და კომფორტულად გრძნობ თავს ჩემს მეგობრებთან. ეხლა რაც შეეხება ჰორმონებს, რაღაცა რაც ვიღებ და რისი დასკვნები მაქვს და ასე შემდეგ.
დაკუ მე ყველაფერი შეცვლილი მაქვს ჩემს ცხოვრებაში და საათივით მაქვს აწყობილი და მაინტერესებს ანუ რა დასკვნები გაქვს შენ ანუ რისი დასკვნა გაქვს ხო მე ყველაფერი შეცვლილი მაქვს მათ შორის პასპორტშიც და ასე შემდეგ უკვე მრავალი წელია მინდა გითხრა ხო და საერთოდ ვფიქრობ რომ ეს განხილვის თემა არ უნდა იყოს ეხლა რაც შეეხება ქალების თემას რა დასკვნას გამოვიტანე შენი ვიდეოდან არის ის რომ ქალი უნდა იყოს ნაზი მორჩილი და ვიღაცა რო შეაგინებს უნდა მოусმინოს და ასე შემდეგ არა ეს არ არის ლოგიკური მსჯელობა საყვარელო და შენს განათლებულობაზე უსმევს ხაზს როდესაც ვიღაცა აგრესიულად შემოდის რა არის აგრესორის მიზანი რომ გამოგიყვანოს შენ წყობილებიდან და როდესაც წყობილებიდან ვერ გამოყავხარ და გადადიხარ იუმორზე და გადადიხარ სარკაზმზე და ჩები სტაბილური და ხარ ისეთ გრენს საზღვარზე რომელსაც არ გადადიხარ ეს გამოყავთ მათ მწყობილებიდან ხარ რაც შეეხება ქალებს მე ყველა ქალს პატივს ვცემ და მესმის რა ვითარებაც არის საქართველოში ქალთა უფლებების მხრივ და ჩემი კონტენტი ყოველთვის არის დაჩაგრული ქალების დაცვა და შეგიძლია კარგად გადაავლო ჩემს კონტენტს თვალი და მე იმსჯელო და ბჭო მან რაღაცეები და რაც შეეხება ქალების ნაწილს მე ძალიან ბევრჯერ შევამჩნიე რომ ქალების ნაწილი მეჯიბრებიან ქალობაში აი მან მაგალითად თუნდაც როდესაც გავდივარ საზოგადოებრივ ადგილებში da bekomme ich Aufmerksamkeit um Gesellschaft. Die andere möchte auch das haben, aber wenn das nicht erhaltet, dann bekomme ich viele Fragen. Ist denn natural Haare? Was hast du gemacht? Und so weiter und so weiter. Կարծում թարի գունոտ անո ძალიან ბევრი შემჩნევია საზოგადოებაში როდესაც გავდივარ რა თქმა უნდა ვარ ყურადღების ცენტრში და რა თქმა უნდა სხვა ქალებსაც სურთ ეს ყველაფერი და როდესაც ამ ყველაფერს ვეღარ იღებენ მეჯიბრებიან ქალობაში ანუ ეს თმანა ნამდვილია ვაიმე კი ნამდვილია და რაში გაინტერესებს ეს კედისაც გაიკეთე ბუნებრივია და ასე შემდეგ და რაღაცა მიიღავენ ტოპკებს ან ეს რო გაკ და რა მე ეს რო მაგ მინდა და მაგ საერთოდ კომპლექსი ფეხებზე მგიდია ერთხელ მოვედი ცხოვრებაში რაც მინდა ის ვიქნები ხო და ბუნებრივია ვუბრუნებ პასუხს ხო ვიღაცა რო გიწეს რომ ვაიმე ვერ ძირ გახდები ქალი ვაიმე ანუ ქალობა ის არ არის მარტო რაღაცა იჯდეს ახლა და ხაჭაპურები აცხოდე და ეს არის პასუხი ხო ქალობა არის რა გაკეთებული როგორ გზნობ თავს და ასე შემდეგ რაც შეეხება ჩემს სექსუალურ ფანტაზიებს მე მესმის რომ ჩემი სექსუალური ფანტაზიები ყველას უნდა რომ კონდეს არაჩვეულებრივი სექსუალური ურთიერთობები მოქვს მინდა გითხრა თავგადასავლები და ასეც იქნება ყოველთვის და შენს გირჩევ და კუ იგივე გქონდეს და ბედნიერი იქნები ხა რაც შეეხება ჩემს სარკეს და ასე შემდეგ რატომაც არა ყველა ადამიანი უნდა იყოს სარკე და ძლიერი და ასე ვნახე კომენტარები იქ რომ რაღაცა რაღაცნაირ დამოკიდებულებებს ქმნის და აი კესარიას ავით არის და ასევე და ასე მე კრისტილაბაძე და არასდროს არ ვეჯიბრები და კრისტილაბაძე რო ვარ ამიტომ მყავს ამხელა აუდიტორია ყველა ადამიანი უნდა იყოს ინდივიდუალური და განსხვავებული და ასეც არის და ვიღაცა რო ვიღაცას ბაძავს და ვიღაცის კონტენტს რო იღებს და ქცევებს და ასე შემდეგ საზოგადოებას არ აინტერესებს ხო და მოდი საყვარელო სანამ კესარი აბრამიძეს განიხილოთ სანამ კრისტილაბაძეს განიხილოთ მან თქვენ კომენტარებში მოდი საყვარელო კესარიას და კრისტილაბაძეს დენი გააკეთეთ რაც ჩვენ გავაკეთეთ თქვენ დამი საერთოდ არისო და კესარი აბრამიძემდე საქართველოში საზოგადოება რაც სამწუხაროა ტრანსგენდერი ქალი რა იყო ხო და კესარი აბრამიძემ გააგებია მთელ საქართველოს და მოიპოვა საზოგადოებისგან პატივისცემა და მოდი ჯერ გააკეთეთ ჩვენ დენი და მე ვჭოთ მანდ ხო ეხლა რაც შეეხება კიდე რაღაცა ტრანსგენდერი ქალი რაღაცა უნდა დაჭდეს და უნდა იყოს რაღაცა ისეთი საწყალი და არა ყველაფერზე უნდა კონდეს აზრი და მე არ ვარ ის ადამიანი რაღაცა ერთ ლოყაზე რო გაგარტყავენ მეორე ლოყა მიუშვირო დაუბრუნებ რა თქმა უნდა პასუხს ანუ რატო ხო მე არ ვარ ასეთი ადამიანი ცხოვრება არის ბრძოლა სადაც ყველა უნდა იბრძოლოს საკუთარი სახელისთვის მე ვიბრძოლე ჩემი საკუთარი სახელისთვის დაკუ ხო და არ მიყოთ თუნდაც მე არ მიყვარს ასე
პირადულად რაღაცა სახელების განხილვა ადამიანებთან, რომელთაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მე ვიყავი ბელგიაში, მე ძალიან მომწონს სელენას კონტენტიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ცulis ჩემთან ერთად. ხო და საზოგადოების დამოკიდებულებას გულისხმობ, ყველა ადამიანი ინდივიდუალური და ყველა ადამიანი ვერ იქნება ერთნაირი. ეს შედარებები მე და სელენას შორის და ასე შემდეგ მე ვიყავი ბელგიაში და ძალიან ბევრი რაღაცა მოვისმინე სელენაზე, რაც არ შეესაბამებოდა რეალობას და რა დასკვნაც გავაკეთე არის ის, რომ მან კომენტარებში შეიფუთეთ თუ რაღაც შეიბუდეთ, თქვენ არ მოგწონთ, როდესაც თქვენზე უკეთესი ვიღაცა არის, როდესაც ვიღაცა თქვენზე ცნობილი არის, როდესაც საზოგადოება უსმენს, როდესაც საზოგადოება აფასებს და ასე შემდეგ და მოდის საყვარლებო გააკეთეთ ჩვენდან და დაგეხმარებით, რომ თქვენს გახდეთ ჩვენნაირები. პაკუ.